მოგესალმებით მონაკარი კლავტერი კომპანია პულსის ეთერშია ჩვენ განსაკუთრებულ პერიოდში ხვდებით ერთმანეთს პირველად ახალ წელს გილოცავთ ულევი ბედნიერება სიხარული ჯანმრთელობა პირველ რიგში მინდა გისურვოთ და თუ არა რით აი განსაკუთრებული თემა მინდა შემოგთავაზოთ დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა დედები და ბავშვები მომავალი ქვეყნის სიხარული ბედნიერება და აი ამ თემაზე სასაუბროთ სტუდიაში მოვიწვია ორი არაჩვეულებრივი ახალგაზრდა დედა ლიზა ჭიჭინაძე და ეკატერინე ოძელაშვილი ჩემი ულამაზესი სტუმრები მინდა გითხრათ რომ ქალბატონი ლიზა გახლავთ ორი შვილის დედა ხოლო ქალბატონი ეკატერინე როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ ხუთი შვილის დედა გახლავთ მოვიდა მიმესალმოთ ჩემს სტუმრებს პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ სტუდიაში სტუმრობისთვის თქვენს გილოცავთ ახალ წელს ულევს სიხარულს ბედნიერებას და რაც ყველაზე მთავარია ქვეყანაში სიმშვიდეს გისურვებთ იმიტომ რომ თუ არა ქვეყანა თუ არა სიმშვიდე და გარემო ჩვენი ვერცეთი ჩვენთაგანი ცალკე ვერ ვიქნებით ბედნიერი და დაწვალებული და მე მინდა ყველას თანაბრად ვინც ქუჩაშია, ვინც სახლშია, თუ როგორც ვართ, ყველას ერთად ქართველებს მიულოცო ახალი წელი და დიდი ბედნიერება, სიხარული, ულევის სიხარული, ბედნიერება და სიმშვიდე ვუსურვო. ჩვენი სასაუბრო თემა არის ჩვენი საყვარელი ბავშვები. პირველ რიგში მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმისათვის რომ მე უამრავი ადამიანი შემიძლია შევერჩია სტუდიაში სტუმრობისთვის მაგრამ ავარჩიე ადამიანები რომლებიც ძალიან სწორად იფიქრეს თავის ცხოვრების ასე ვთქვათ დაგეგმვა იყო ის თუ მართვა როგორც გნებავთ ისე დაარქვით მე სტუდიაში მყავს მე თალმაზოყულოს მინდა ვუთხრა დედები რომელთაც აირჩიეს ფიზიოლოგიური მშობიარობა იმშობიარეს ფიზიოლოგიურად და შემდეგ უკვე შვილები ყავდათ ექსკლუზიურად და შემდეგ ძალიან ხანგრძლივი დრო ძუძუთი კვებაზე ეს არის უმნიშვნელოვანესი არჩევანი არც თუ ისე მარტივი დედისათვის, მაგრამ ძალიან სწორი და შვილზე ორიენტირებული. პირველ რიგში მინდა ორივეს თანაბრად შეგეკითხოთ, რომ ორსულობის პერიოდში, მოდი დავიწყოთ აი ორსულობის პერიოდიდან, იმიტომ რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რა ყველა ქალს ეშინია მშობიარობისთვის. არ არსებობს ქალი, რომელსაც არ ეშინია მშობიარობის ხომართალია. აი, როდის გაჩნდა თქვენ თავში ფიქრი, აზრი, იმის როგორ და ჩამოყალიბებული იყო თქვენი აზროვნება, რომ აგეყოთ არჩევანი, მაშინ ხა ძალიან ტრენდულია და არასწორი გადაწყვეტილებები ძალიან მოდაშია შემოსული, რითაც ძალიან ბევრს ვნებენ საკუთარ თავს და მით უფრო შვილებს. აი ასეთ დროს რა გახდა მიზეზი, საიდან იღებდით საერთოდ აი მსგავს განმავლობაში ინფორმაციას, იცოდით თუ არ იცოდით რეალურად, აი თეორიულად ეს იყო შეგნებული, ინფორმირებული არჩევანი თუ ეს იყო სპონტანურად მიხვდით ბოლოში და სპონტანურად დაიწყო მშობიარობა და უკვე მიიყევით ექიმის რჩევას, თუ აი რა იყო მიზეზი. მოდი ეკატერინესგან დავიწყოთ, რადგან ხუთი შვილის დედა. ეკა მოგყევი შენი გამოცდილების შესახებ. ნუ ეს ორსულობა და ფიზიოლოგიური მშობიარობა ერთმთლიანი პროცესია და ამისთვის ყველა ქალი უნდა მოემზადოს როგორც ფიზიოლოგიურად, ასე ფსიქოლოგიურადაც. შემიძლია ვთქვა ის, რომ ეს ყველა ვთანხმდებით ამაზე, რომ დედის რძე უნიკალური საკვებია ბავშვისთვის, რომელიც ტოვებს მთელი ცხოვრება განსაკუთრებულ იმუნიტეტს. და ამით ჩვენს თავზეც ვზრუნავთ, არანაკლებ მნიშვნელოვანია ჩვენთვის ძუძუთი კვება. იმიტომ რომ ძუძუთი კვების დროს გამომუშავდება ჰორმონი ოქსიტოცინი, რომელიც საშვილოსნოს შეკვრაში უწყობს ხელს. და ეს პირველ 52 დღეში რაც უნდა საშვილოსნოს შეიკუმშოს და დაუბრუნდეს თავის მდებარეობას, რომ არ დაგვრჩეს მუცელი. ამისთვის საუკეთესო ხერხია ძუძუთი კვება და ამ დროს ძალიან ბევრ საქმეს ვაკეთებ. სამედიცინო თვალსაზრისით ის იცავს ძალიან სისხლდენისაგან, რაც ყველაზე ხშირი გართულება აქვს მშობიარობის. ამას ვერანაირი ვარჯიშით ამ შედეგს ვერ მივიღებთ. კი ბატონო, ნამდვილად ასია. აბსოლუტურად სწორად ვცადებთ, იმიტომ რომ საშვილოსნოს შეკუმშვა და ჩასვლა მცირე მენჯის როში ხდება ზუსტად ძუძუთი კვების დროს და ზუსტად ასევე მნიშვნელოვანია უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ როდესაც ბავშვებს პატარებს ხშირად ემართებათ ინფექციები, ყურის იქნება თუ ყელის, ბავშვები უარს ამბობენ კვებაზე და ამ დროს დედები ძალიან ნერვიულობთ, რომ ამ დროს ბუნებრივად როცა ბავშვი იკვებება, პირიქით სულ დედის რძე უნდა და ბავშვი გამოკვებილია და ეს მთელი ტკივილი და თავისის გადააქვს ძუძუთი კვების დროს. მნიშვნელოვანია ეს ძალიან.
კიდევ ჩემთვის ყველაზე პრაქტიკული ის იყო, რომ როცა სადმე მივდივარ, მეგობართან თუ დასასვენებლად თუ ზღვაზე თუ ნებისმიერ ადგილზე, არ გვჭირდება ეს ბოთლები, რამოდენიმე რეცხვა და ასე შემდეგ. ძალიან პრაქტიკულია და ძალიან დიდი ზეგავლენა იქონია ჩემზე იმან, პირველად როცა ვნახე ღვთისმშობლის ხატი ვაცხოვარს აწოვებს ძუძუს და მკერდის ნაწილის ჩანს და ის იმდენად ჩემთვის შთამბეჭდავი იყო, რომ აი ვიფიქრე, რომ ქუჩაშიც რო დავრჩენილ ვარ პარკში, ზაფხულია თუ ზაფხულია შარფი რაღაცა ესე ლამაზად და იქაც არ მაქვს არანაირი კომპლექსი პირიქით. სასიამოვნოა და რო გაივლოს ადამიანი დაგლოცავს. ამაზე ლამაზი საყურებელი რა უნდა იყოს? ნამდვილად ესეა, ორსულ ქალზე და ძუძუს მაწოვებელ ქალზე ლამაზი არაფერი არ არის ამ ქვეყანაზე და თვითონ ორსულობის პერიოდში რა ლამაზია ქალი, რა ფერმენტები, რა კანი აბსოლუტურად სხვანაირია, და როგორც ვიცი, მკერდის სიმსივნეც ძალიან რისკი ძალიან დაბალია, როცა ქალის მკერდი ეს მთელი ფიზიოლოგიურად გაივლის ამ პროცესს, რომ ძუძუთ იკვება, ბუნებრივ პროცესს რო გაივლის, ამ რისკებისგანაც დაცული ვართ ჩვენ, იმიტომ რომ მოგვეცა ეს ყველაფერი ღმერთისგან, იმიტომ დაეშვე, რომ ჩვენ ეს პროცესები ყველაფერი უნდა გავიაროთ. ძალიან დიდი მადლობა სამედიცინო ექსპერტივით მომიყევი. ეს იგი შენ გააკეთე შეგნებული არჩევანი, შეგნებული ჩემი და ძალიან მომეწონა სხვათა შორის ერთი ფრაზა, რომ გარდა იმისა, რომ შვილის ჯანმრთელობა და იმუნიტეტია ძალიან მნიშვნელოვანი, ამ დროს ჩვენ თვითონ ვიქნით კომფორტში, იმიტომ რომ ნაკლებად მოავადე ბავშვი დედისთვის არის ძალიან დიდი ბედნიერება. ჩვენივე კომფორტისთვის. კომფორტი და ბედნიერება ბედნიერება, რომ ჯანმრთელი შვილი გყავს. და ჯანმრთელი შვილი გყავს. ლიზა, დიახ. ორსულობიდან დავიწყოთ შენთანაც. აი მშობიარობა ფიზიოლოგიურად როგორ გადაწყვიტა? იმიტომ რომ ხო ისმის რომ გეტკინება, მეშინია, მალე მინდა დამთავრდეს ეს ტყივილი რაღაცა. აი რა დროიდან იღებდი ინფორმაციას ორსულობის შესახებ, რა იცოდი საერთოდ ამ 9 თვის განმავლობაში, როგორ უნდა მოქცეულიყავი, როგორ უნდა გეჭამა, როგორ უნდა დაგესვენა, როგორ უნდა გევლო, თქვათ, რა როგორი ტიპის, თქვათ, დატვირთვა უნდა გქონოდა ორსულობის დროს შეიძლება თუ რა ვარჯიში და აი რა ინფორმაციას ფლობდი და რას იყენებდი ამ ინფორმაციასგან? Ну, პრინციპში, თავიდან რა თქმა უნდა, რომ გავიგე ორსულობის შესახებ, მე თვითონ გავეცანი ამ თუ იმ რაღაცა იმებს ფაქტებს ასე ვთქვათ წავიკითხე ინტერნეტში მოვიძიე და მაგრამ თავიდანვე მქონდა რატომაც არ ვიცი აი თავიდანვე მქონდა გადაწყვეტილი არავის თუ ჩემთვის ესე კონკრეტულად არ უთქვამს რა სარგებელი მოაქვს ამ ყველაფერს მინდოდა ფიზიოლოგიურად მე მშობიერა რა თქმა უნდა ყველაფერსთან ერთად თუ ჯანმრთელობა შემიწყობდა ხელს. რა თქმა უნდა, არის გადაუდებელი ოპერაცია, ხო, რა თქმა უნდა, მსგავსი რაღაცებიც ხდება ხოლმე და ასევე გამიმართლა იმაში მართლაც რომ ჩემთვის უახლოესი ადამიანი არის ძალიან კარგი ექიმი, რომელთანაც ორსულობის პერიოდში მივდიოდი ხოლმე და მასთან ამათ იმ კონსულტაციას გავდიოდი და მან მართლა აი ყველაფერი დეტალურად ამიხსნა თუ რისთვის არის კარგი ფიზიოლოგიური მშობიარობა, რომ ეს პირველ რიგში ბავშვის ჯანმრთელობაზე, ბავშვის აი ამ იმუნიტეტზე აისახება კარგად, უკვე რა თქმა უნდა, მე საკუთარი თავი სუდად არ ვამბობ, მაგრამ ამ შემთხვევაში უკანა პლანზე მყავდა გადაწეული, იმიტომ რომ რეალურად როდესაც ორსულად ხარ და გადაწყვეტ რომ ამხელა პასუხისმგებლობა აიღო საკუთარ თავზე, ვფიქრობ რომ ჯერ პირველ რიგში უნდა იფიქრო შვილზე და რომ ამიხსნეს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია და რაოდენ კარგი არის ფიზიოლოგიური მშობიარობა, ну მანდ უკვე ჩემთვის აი არაფერი სხვა არ არსებობდა. ბუნებრივია მეშინო და არ ვიტყვი რომ არ მეშინო და იმიტომ რომ ბევრისგან გამიგე რომ ძალიან მტკივნეულია რომ აი ესეთია, ასეთია, მაგრამ მოვემზადე წინასწარ ფსიქოლოგთანაც მივედი, ვესაუბრე ამ ფაქტთან დაკავშირებით. გავიარეთ ძალიან ბევრი რაღაცა დიალოგი გქონდა მტკივილზე იმაზე და საბოლოო ჯამში ამ ადამიანებმაც იქამდე მივიყვანა რომ ყველაფერი არის ჩვენი ტვინიდან და ჩვენ თვითონ როგორც მართავთ ამ პროცესიც ისე ჩაივლის და რა ვიცი მინდა ვთქვა რომ ორივე მშობიარობა საკმაოდ უმტკივნეულოდ გადავიტანე რაღაც ახლა რა თქმა უნდა მცირე ტკივილი მქონდა მაგრამ ეს არ იყო ის რომ აი თან ისეთი ბედნიერება ახლავს მე მაგ ის არის იმდენად წამიერი ის ტკივილი რეალურად რომ აი უკვე ბავშვი რომ დაინახა იქვე თავდება ყველაფერი და ქრება. ამიტომ სიხარული უკვე იკარგება. ამიტომ ალბათ ვფიქრობ, რომ პირველ რიგში ჩემი შვილების გამო და მე უკვე რა თქმა უნდა, რომ ვიცი, რომ კარგია ფიზიოლოგიური მშობიარობა და ძუძუთი კვებას რაც შეეხება, ამაზეც ასევე ჩემს ექიმს, ჩემთან ქონდა საუბარი, ამიხსნა თუ რაოდენ დიდი პლუსები აქვს ძუძუთი კვებას, რომ ეს ასევე ბავშვისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი.
რომ თუნდაც აი ნებისმიერი პატარა ვირუსი რო შეხვდეს, ან სხვა რამე რო იყოს, ძუძუთი ყვების დროს ეს ყველაფერი იმდენად ნეიტრალურდება და აი არაფრის არ უნდა გეშინოდეს ძუძუთი რო ყვებაო ბავშვს, აი სიცხეც რო 40 ქონდეს, აი ერთი წამი არ მინერვიულია და ზაფხულის ენტერალური ინფექციების ფაქტორი კი ბატონო, არასდროს და თან მით უმეტეს რაღაცა ჩემს უფროს შულს რაღაცა ჯანმრთელობის კუთხით რაღაც პრობლემები ქონდა და მისი აი ეს პერიოდი, როდესაც ეს პრობლემები რო ქონდა, ისე გამოვიარეთ ძუძუთი ყვების დროს, რომ ფაქტიურად აი არაფერი არ მიგრძნია, ამიტომ რა ვიცი, ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ და კარგი არის, რომ ყველა დედა ეცადოს, რომ ძუძუთი გამოყვებოს თავისი შვილი. ძალიან დიდი მადლობა. მე გაოცებული ვარ ინფორმირებული და ისეთი არგუმენტებით მელაპარაკებით, რომ რაღაცა დამატებითი შეკითხვების კი არ მჭირდება, ისეთი ამომწურო პასუხს მცემთ და მე ეს დამატებითი შეკითხვა მინდა მოგცეთ თქვენ ძალიან რომ ინტერნეტიდან გავიგეო პირველი ინფორმაციაო და კი ბატონო. საერთოდ აი ორსულობის ახლა თქვენ უკვე გან გამოცდილი დედა ხართ 5 შვილის, ეს არის უდიდესი ბედნიერება, ნამდვილად აი ხელის გულზე სატარებელი ადამიანი ხარ, იმიტომ რომ მე ვიტოვებ იმედს რომ ლიზა კიდევ მოუმატებს შვილების რაოდენობას, იმიტომ რომ არაჩვეულებრივი ხარ და ესეთი ლამაზი და ჯანმრთელი პატარა. ან ეხლა ჩათვალეთ რომ გმირობის ტოლფასია შვილის გაჩენა, იმიტომ რომ იმდენად დემოგრაფიული კრიზისია, რომ ყველა ეპოქას აქვს თავისი აი საგმირო საქმე და მინდა გითხრათ რომ შვილის გაჩენა ეხლა საგმირო საქმის ტოლფასია. ამ გარემოში, ამ რეალობაში რომ დედა ესე იგი ბედავრო რომ იყო მრავალშვილიანი, თუმცა კი ვიდრე მეორე ერთად გასერდა რამდენიმე შვილის უკვე რაღაცა ერთმანეთს ეხმარებიან, ახლა სხვაგვარი სოციუმი იქნება, ამაზე ალბათ მე ეკატერინე მოგიყვება. ეკატერინე, რა მინდა იცი კითხვა, აი პირველ რიგში, თქვათ, ფიქრობთ თუ არა თავიდანვე, რომ შენ გეყოლებოდა ბევრი შვილი. ეს ძალიან საინტერესო ამბავია. აი, ჭირდება ამას შინაგანი განწყობილება თუ აი ესეთი ემზადებოდით ყოველთვის მომდევნო ორსულობისთვის, თუ ხდგებოდა ეს ორსულობა მექანიკურად და მე უკვე უვლიდი როგორც წესდარიკი იყო ისე, როგორ ფიქრობდი ამაზე. ვერასოდეს წარმოვიდგენდი თუ 5 შვილის დედა ვიქნებოდი. ვერასოდეს. და რა შვილები გყავს? არაჩვეულებრივი. მართლა ძალიან მადლიერი ვარ ღმერთის, რომ ეს ამხელა წყალობა დაუშვა ჩემზე და 5 ანგელოზის დედა გამხადა და ამას რა ვფიქრობ, ხოლმე ყოველგვარი დაღლა მინეიტრალდება სრულად და ძალიან დიდი мотиваცია მეწდება. არ თავიდან არ ფიქრობდი რომ გეყოლებოდა? არ ვფიქრობდი. ანუ ესე ფიქრობდი რომ რამდენსაც თქვა მოგცემდა ღმერთი, აი ინდეშოს გააჩენდი? უბრალოდ რამდენჯერად დადგა ფეხბურთელობა? ყველა გააჩნია. ვეცადე ვარ დამდგარიყო, მაგრამ ღმერთის ნებით დადგა. ღმერთის წინაშე ხო ვერ ქონდა ერთხელ ფიქრი, მაგრამ ვერ შევწელი და გავაჩინე. ეს არის დიდი ბედნიერება, ანუ ძალიან დიდი ბედნიერება. ორსულობის პერიოდში კიდევ ერთხელ ვუბრუნდები, ხშირად ეკონტაქტებოდით ექიმს? ყოველ ვიზიტზე, გეგმურ ვიზიტზე დავდიოდი ყველანაირად. დამატებით არა? არა, როცა მიწევდა გეგმიური ვიზიტები, ანალიზები იქნებოდა და ყველაფერს შესაბამისად მივყვებოდი მის მითითებებს, ჯანმრთელობის კუთხით, ყველაფერი მშვიდად მიდიოდა. ნუ ხანდახან იყო ხა ისე ცოტა ემოციური ვარ, ხა ნერვიულობდი, რომ ეს როგორ იქნება, ის როგორ, მაგრამ ერთიანობაში ყველაფერმა იდეალურად ჩაიარა. აი უფრო ბოლოში ვიტამინების, როგორც მახსოვს, რაღაც. არაფერი. ნუ აბსოლუტურად ფიზიოლოგიურ ორსულობას მე საუბრობთ, ეს ბედნიერება. ორივესთან მაქვს ერთი შეკითხვა. იყო თუ არა ანტენატალური მეთვალყურეობის ცენტრებში საკმარისი ინფორმაციის მოწოდება, თუ გინდათ რომ უფრო მეტი გწოდნოდათ, ვიდრე იგებდით. იყო თუ არა საშუალება ექიმს დაეთმო თქვენთვის ის დრო, რაც გინდათ რომ ქონოდათ. ანუ იყო თუ არა ინდივიდუალური კონსულტირების ისეთი საშუალება და პირობები? ჩემ შემთხვევაში არც არ ყოფილა. გადარბენაზე და პირიქით ხაი ძუძუთი ყვების დროსაც აი არ არის და მოქონდათ ეგრევე საჭმელი გამზადებული სამშობიაროშიც კი და მე იქ ვეუბნებოდი გოგოებს რომ თავიდან ესე არის ნერვიულო რო არ წავდა ბავშვი ნერვიულობდნენ რომ უკვე 3 საათია რომ არაუშავს ჩემი რო წავიყვანე 2-3 დღის მშვიერი იყო არ ქონდა კარგად ნაჭამი ცოტას იქ რაღაცას ყვებავდნენ მაგრამ სახში რომ გამოვედი უკვე მე-3 დღეს ხო უკვე იქ დაბარებული იყო იქ მასაჟისტი მოვიდა იქ ექიმები ჩავრთე პედიატრი ყველაფერი და ის ნელ-ნელა აღდგა ყველაფერი არ დავთმე არ დავუთმე იმად და ხელოვნურ საკვებზე ბავშვი არ გადავიდა. ანუ მაინც იყო მცდელობა, იქ ხელოვნური საკვები მიეცათ და ყოველთვის, ყოველჯერზე, თუმცა ძალიან მადლიერი ვარ გაგუასთან ვაჩენ ყოველთვის და ისეთი მეთვალყურეობა და ისეთი დონის მომსახურება იქ ყველაფრის.
იქ ახლა ალბათ დროც არა აქვთ, ახლა სათითაოდ ყველას დაუჯდნენ. არიან კარგი მასაჟისტები, მათთან დღემდე მეგობრობ და ახლო ურთიერთობა მაქვს, რომლებმაც სახში გააგრძელეს ჩემთან სიარული, მაგრამ იქ უნდა იყოს მშობელი მზად, რომ თვითონ უნდა იაქტიუროს და იმ ერთ-ორი დღის საფუძველზე, ნუ გამოიტანან იმ დასკვნას, ნუ დადებენ, რომ რძე არ აქვთ, ან ბავშვს რამე დაემართება. ხსენის პერიოდი საერთოდ რთულად სქელია შესაბამისად სადინარებით. ამზადებით თუ არა მკერდს იმისათვის, რომ აი ვთქვათ, ქონოდათ შემდეგ აი გაიოლებულიყო ძუძუთი კვება 9 თვის განმავლობაში რამე მეტნაკლებად, მაგრამ ალბათ უფრო უნდა მომემზადებინა. ანუ ინფორმაციის ვაკუუმი არსებობს და სასურველია, რომ 9 თვის განმავლობაში აი ეს რომ ცოდნოდა დრულებზე, რომ აი ეს წინასწარ, ამას უფრო მეტად დიდ ყურადღებას მივაქცევდი და არ გავწვალდებოდი. აი ეს რამდენჯერაც ტემპერატურა დამერთო, იქ მასტიტი წამოვიდა, ამას ავწდებოდი, იმიტომ რომ დიდი ნაკადით რომ მოდის რძე და სადინარები და შევიწროვებულია, ამ დროს აი ეს უდრის მშობიარობის ტოლფასი ტკივილი იყო, ეს რაც მეხუთეზე მაგალითად მე გამოვიარე. ყოჩი ახლა მაინც გადაწყვეტე რომ მაინც გავაგრძელეთ, დიახ. არ დავნებდით. 1000 მადლობა, 1000 ჯერ შემიძლია მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენთაგანს. ანუ თქვენც იგივე შეგიძლიათ მითხრათ, რომ ინფორმაციის ნაკლებობა მაინც არსებობს და ინფორმაციის ნაკლებობა ნამდვილად არსებობს, კი ბატონო. სამწუხაროდ, რა თქმა უნდა, ალბათ ვფიქრობ, რაღაცა უნდა შემუშავდეს სავარაუდოდ, რომ ჩვენ შევქმნით მშობელთა სკოლები, რომელსაც ევალებათ ოფიციალურად რომ იმუშაოს ამ მშობელთა სკოლები, მაგრამ აი მე სწორედ თქვენგან იმის ინფორმაციას ვიღებ, მუშაობს თუ არა ეს მშობელთა სკოლები. არა, ჩემ პერიოდში ნამდვილად მე ეს ინფორმაცია მხოლოდ და მხოლოდ კიდე განმეორდები, იმიტომ მქონდა, რომ მყავს იმდენად ახლო ადამიანი, ვინც ასე ვთქვათ, ყველაფერში დამარიგა რა და როგორ ხდება. თუმცა ალბათ ეს რო არ ყოფილიყო, მეც ამ საინფორმაციო ვაკუუმში ვიქნებოდი. სავარაუდოდ უფრო კარგი იქნებოდა მართლაც რომ აი ექიმს უფრო მეტი არ ვიცი ყურადღება დაეთმო ამ კუთხით რომ აეხსნა რაღაცები რაც რეალურად ახლა მართლა ახალბედა დედამ არ იცის შეიძლება არ იცოდე რამდენად არის კარგი ძუძუთი კვება ხო რა თქმა უნდა ხა არ იყო ამაში ინფორმირებული, არ არის გასაკვირი. ხო, თან ყველა სახიფათო ისეთ რა არის, თქვენ ბრძანეთ ინტერნეტიდან ვიღებ ინფორმაციას, ინტერნეტში დევს როგორც სწორი, ასევე არასწორი ინფორმაცია. კი, რა თქმა უნდა, ხა იქ უკვე ადამიანზე არის, როდესაც რაღაცას ვკითხულობ, ხოლმე ყოველთვის ვინტერესდები, მაინც ვკითხულობ, ყველას აზრს ვკითხულობ და უკვე ხა ჩემი იმიდან გამომდინარე, გამომაქ სავარაუდოდ საბოლოოდ დასკვნა, მაგრამ რეალურად კარგი იქნებოდა რომ ყოფილიყო, არ ვიცი, ესე ვიფიქრე, დაწესებულება, ან არ ვიცი, რამე კურსი ყოფილიყო, სადაც უკვე ორსულ დედებს და ასევე მამებსაც შეიძლებოდათ რომ რაღაცა გაკვეთილები გაიარონას ვთქვათ, აი რაღაც ეტაპები რა არის მოსამზადებელი. სწორედ ეს არის მშობელთა სკოლა, რომელიც ფუნქციონირების ვალდებულება ოფიციალურად გაჩნდა. ვერ გასწევს დაწესებულება ანტენატალურ მეთვალყურებას, თუ მას არ აქვს ოფიციალურად მშობელთა სკოლა. და გამომდინარე იქიდან რომ ინფორმაცია ყველამ თავისი ვთქვათ ასეთ ინტერპრეტაციით არ მიეწოდოს, ერთიანი საინფორმაციო ვთქვათ პროდუქტი შემუშავდა, რომელიც ყველა სამშობიაროში და ანტენატალური მეთვალყურების ცენტრებში იქნება გადაზიარდა უკვე მომზადებული ეს მასალა. ისინი ლაპარაკებენ ერთ ენაზე, რომ თქვათ ერთ ექიმთან მეხუთე სხვა არ გიტყვის, მეორე სხვა არ. ძალიან კარგი იქნება, ეგ იმიტომ რომ ბევრ ახალბედა მშობელს ძალიან დაეხმარებიან ამით. თუნდაც აი უკვე მშობიარობის შემდეგ მე თვითონ რადგან მომზადებულიყავი ვიცოდი, ჩემი ბავშვი ყოველთვის ოთახში მყავდა, არასდროს არ მქონდა ის რომ გაეყვანათ ან რაღაცა, იმიტომ რომ ისიც ვიცი. ეს სავალდებულოა, რომ უკვე აღარ აშორებენ ისე. ხო, ეგეც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩემს თარც უნდა დაშორდეს. ძალიან მნიშვნელოვანია პირველ საათში ძუძუსთან მიყვანის და საერთოდ დედის ორგანიზმზე ბავშვის გადაწვენის ეს აუცილებლად შესასრულებელი აქტივობა. იყო თქვენ შემთხვევაში ხუთივეზე, კერძზე, მაშინვე იყო და მე ეჭრიან უკვე ჭიპლარს. ხუთივეზე ესე იყო დაახლოებით 1 საათი. კი, საათსანახევარი, კი ბატონო, კი საათნახევარი იწოდა. ამდა ძალიან ბედნიერად. ეს ხო იცით რატო ხდება? ეს ინფორმაცია ალბათ გეცოდინებათ იმისათვის, რომ როდესაც იბადება ბავშვი, ახლა წარმოიდგინეთ თქვენთვის ტკივილია და სიხარული მე უცებ, მაგრამ ბავშვისთვის არის ერთ-ერთი ადგილია, როცა იმ გულისცემას სტრესი. აი ამ თავისთვის ყველაზე დაცული, ყველაზე ახლობელი ადამიანის დაცულ გარემოშია და უცებ გამოდის აი ამ აგრესიულ გარემოში. ეს არის საშინელი შეგრძნება და იწყება შიში. და ეს შიში რომ მოიხსნას, ეს არის როგორც კი დედის ორგანიზმზე გადააწვენ, ის გებულობს იმ მშობლიურ გულისცემას,
რომელშიც მან გაატარა 9 თვე და ისე მაგრად არის იწევს მე ხოხოს და უკვე ეძებს რძეს და ეს არის უნივერსალური და უნიკალური ინსტინქტი მე არ ვიცი ხამას დიდი ბედნიერება არის რამე დედისთვის არ ვიცი წარმოუდგენელია ალბათ და უბრალოდ არ მესმის ხოლმე ახალგაზრდა მე თქვენ თანატორებს როგორც წესი peer education უფრო მუშაობს, იმიტომ რომ შეიძლება ახლა ჩემი ნათქვამი ისეთი მნიშვნელოვანი არ იყოს, როგორც თქვენ როცა თქვენ თანატოლებს, თანასწორებს ელაპარაკებით და უხსნით რა დიდი ბედნიერება, ოქსიტოცინი არა მარტო კუმშავს საშვილოსნოს, არამედ ბედნიერების ჰორმონია. ეს ისეთ ურთიერთობას აკავშირებს და მარტო დედის ორგანიზმში კი არ არის ბავშვთანაცაა და ისე მშვიდდება და ისეთ ეიფორიულ მდგომარეობაში იმყოფება იმ სიმშვიდე, რომელიც უმნიშვნელოვანესია ყოველთვის. მოდიოდა ძალიან კარგად ხვდებოდი, აი ფსიქოლოგიურად, არა იმიტომ რომ მაწუხებდა, ფსიქოლოგიურად ხვდებოდი ძალიან მშვიდი. კი, ეს ბედნიერება და აი ბოლო პერიოდში განსაკუთრებით უკვე როგორ ემზადება ორგანიზმი ამის მეც ვთქვი ძალიან გაუგებარია ხოლმე თუმცა მეუბნებიან ხოლმე რომ აი ჩემ შვილს ჩემ წას ნამდვილად არ ქონდა რძე, იმიტომ რომ შეუძლებელია ქალმა 9 თვე გაატაროს ორსულობის 9 თვის პერიოდი იმშობიაროს და რძე არ ქონდეს. ეს არის წარმოუდგენელი, იმიტომ რომ იქ ისეთი ჰორმონალური ბალანსია, წარმოუდგენელი არ ქონდეს რძე. როდის ვერ შეიძლება აწოვოს დედამ, როცა მას აქვს სადინარების თქვა დაბადებიდან ანომალია თუ არა აქვს მკერდი და თქვა ამ შემთხვევაში ან ტრავმა აქვს მიღებული თქვენზე და ასე შემდეგ. დანაშენ სხვა შემთხვევა ბუნებაში არ არსებობს და თქვენ ძალიან საინტერესო რამ თქვით რომ რძე გამომუშავდება არა მკერდში, არამედ თავის თვეში. აი დედის განწყობილებას აქვს მნიშვნელობა. შეგიძლია შეაფერხო რძის გამოყოფა პიროვნულად, არ გინდა და მორჩა დამთავრებულია ეს ამბავი და ზოგს აი წარმოუდგენლად მიმაჩნია რომ არ სიამოვნებს ცოცხალ საჭმელს ბავშვს. მე ეს კავშირი დედაშვილის აბსოლუტურად წარმოუდგენლად მიმაჩნია როგორ შეიძლება არ იყოს. ჩვენ სავარაუდოდ საკუთარი თავიდან გამომდინარე ვიტყვით ახლა ჩემთვისაც წარმოუდგენელია, თუმცა ძალიან ბევრი მსმენია რომ აი კერდის გაფუჭება, ასე ვთქვათ, აი ისეთი ლამაზი არ არის. ისეთ რა არის, შეიძლება გაფუჭდა, შეიძლება არ გაფუჭდა, ჩემთვის ხა მაგას ძალიან დიდი მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ ჩემთვის მაინც ყოველთვის პრიორიტეტში იქნება ჩემი შვილის ჯანმრთელობა და მე უკვე ხა ვიზუალურად რომც გაფუჭდეს თუ რომ მე შეცვი, არც აქ არის პრობლემა, მაგრამ გაკეთებული ასეთ შემთხვევაში ვერ ვფიქრობ, რომ აი კერდის გაფუჭების გამო რომ ბავშვს არ აჭმევენ, ცოტა ეხლა რა მინდა გკითხოთ ძალიან საინტერესო შეკითხვა მინდა დაგისვათ ორივეს. თქვენ თქოთ მიკარნახეთ კიდეს. მქონდა გეგმაში რომ ეს მეკითხა. უცნაურია საქართველოში ტრადიცია, ეხლა არ ვიცი მამები, თანამედროვე მამები შეიცვალნენ თუ არა და რა დოზით ერევიან, ერეოდნენ ორსულობის პერიოდში, როგორი მხარდაჭერა ჰქონდათ მათგან. აი იზიარებენ თუ არა თქოთ აი თქვენ მდგომარეობას, იმიტომ რომ ხალი ცოტა უცნაური ხდება ორსულობის დროს, უფრო მეტად კაპრიზნია, თქოთ უფრო მეტად ჭირვეული ხდება. უფრო მეტად მომთხოვნია, უფრო მეტად ითხოვს ყურადღებას ადამიანებისაგან, რომ ის რაღაც განსაკუთრებულს აკეთებს, თქო საჩუქურს უკეთებს ოჯახს ბოლოს და ბოლოს და განსაკუთრებით ხმარს, ხო ესია? რა თქმა უნდა. ხო და აი მაინტერესებს აი ამ სიტუაციაში როგორი მხარდაჭერა გქონდათ თქვენ? აინტერესებდა თუ არა ინფორმაცია ორსულობის პერიოდთან დაკავშირებით? იცოდნენ თუ არა რომ ხალხს ცოტა ეცვლება ხასიათი და უფრო მომთვენები უნდა იყვნენ ვიდრე ოდესმე? აი როგორ იყო ეს საქმე? ნუ ახლა პირველ ბავშვზე ჩემი მხრიდან უფრო საერთოდ არ იყო ჩართული. ეს ხდება ხო, რომ მამები ძალიან გვიან შედიან ამ ამპლუაში. მეორედან დაიწყო და ეხლა მეხუთეზე ისეა, რომ ყველაფერი მასთან გავლით უნდა მოხდეს, აი რამდენჯერ მიირთვა დღეში პირი რო უკვე დასაბანი აქვს, კრემი უნდა წაუსვათ ადამიანი, რომელიც არ ინტერესდება ხოლმე ესეთი რაღაცეები და მეხუთე ბავშვს და რადიკალურად შეიცვალა, თავისი ხელით აჭმევს და ბავშვს უყვარს, როცა უფროსი მიირთმევს, ყოველთვის უყვარს, რომ ჩაუჯდეს და თან თვითონაც მიირთვას მასთან ერთად, ყოველთვის ერთად ჭამენ და ისეთ საკვებსაც აპარებს, რაც ასაკისთვის შეუფერებელია ბავშვისთვის, მაგრამ მაინც ნუ შენ ესე იგი მამა უკვე ესე იგი თავის საქმეებში და ხო მე სულიცახი ხოლმე რომ ბავშვს ხო მამისაგან და დახმარება მამის მხარდაჭერა და ასე შემდეგ და უნდა მისაღები ამბავი არა უშავს. თქვენ შემთხვევაში იცით რა არის, ხო, სავარაუდოდ თავიდან პირველ ორსულობაზე ნუ რა თქმა უნდა შოკი არის. არა, პირველად ვეცდებულობ მამობარაში. ხო, ცოტა რთულია. ისეთი ხდებიან რაღაც პერიოდი რომ მათ ყურადღება გადადის ბავშვზე, ცოტა უცნაური ხასიათი უჩნდებათ ხოლმე. რთული მისაღებია სავარაუდოდ, იმიტომ რომ ამხელა ცვლილება არის, როგორც ანუ მეუღლე ამხელა ცვლილებას განიცდის და შენთვისაც რამხელა ამბავია, ხო, რა თქმა უნდა და თავიდან ცოტა ისე იყო, რა ქვია,
კომფორტი დაერღვა, კომფორტი დაერღვა და ცოტა ეჭვის თვალის მიყურებდა პერიოდულად, იმიტომ რომ მქონდა მეც ხასიათების ცვალებადა და ისედაც ძალიან ისეთი ემოციური ადამიანი ვარ ზოგადად, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ჩვენ მაინც აი მოვახერხეთ ორივე, რომ უცებ ჩავდექეთ იმაში და ძალიან ამომიდგა ხარში ძალიან და ბავშვები ორივე არიან გადარეულები მამამისზე, სახში როდესაც არის მე არანაირი ის არ მაქვს ხოლმე ეგრევე მამამისთან არიან ყვებაზეც აი პრობლემა არასდროს არ მქონია მეს რომ ან ყვება ან რაღაცა იმის რა ქვია პამპერსის გამოსვლასთან დაკავშირებით აი ხوارი რომ აი პამპერს არ ანუ აი სრულ ფასოვნად როგორც მე ვაკეთებ ანალოგიურად ვაკეთებს მამამისიც იმიტომ რომ ნუ იცით რა არის ეს ამხელა გადაწყვეტილებას რომ იღებ რომ ადამიანის შექმნა და სხვის სიცოცხლეზე აიღო პასუხისმგებლობა ჩემი აზრით უკვე უნდა ხვდებოდა რომ იქ მე განზე გავდექი და შენ გააკეთა ყველაფერი ეგ ცოტა უკვე ხო საქმე არ არის ეგრე შეიძლება კი რაღაცებში ხარ მჭირდება ხოლმე სიტყვა ზომბებში ჩარევა, მაგრამ კარგია ორი რომ ბავშვი რომ ხედავს რომ ორივე მშობელი ესეთი აქტიურია, დაინტერესებულია, ჩართულია ის ბავშვიც უფრო ბედნიერია, მე ესე ვფიქრობ, იმიტომ რომ ბანაობა იქნება, ჭამა იქნება, პამპერსის გამოსვლა, გასეირნება იქნება და რაღაც ჩემი აი ბავშვის ფსიქიკაც უფრო ჯანმრთელია და რაც ალბათ ოჯახშიც უფრო დიდი ჰარმონიას უფევს და რა ამას ვცდილობთ ყოველ შემთხვევაში და ასე თუ ისე გამოგვდის და კარგი იქნება რომ გენიალურია. ხო, ყველა მოვახერხოთ. მასაკურველი ხალის საქმე არის ის, რომ ის 9 თვის განმავლობაში საკმაოდ რთულ მე ხშირად ვამბობ ხოლმე რომ ბედნიერება ორსულობა, მაგრამ ამავდროულად ეს არის ფიზიოლოგიაც, ხასგასმით ორსულობა ფიზიოლოგია და დემედიკალიზაცია და ზედმეტი ჩარევა დამატებით ვიზიტები საჭირო არ არის, მაგრამ ეს არის განსხვავებული ფიზიოლოგია, რომელიც რასაკვირველია დისკომფორტებს იწვევს, მაგრამ შენ უკვე ეს გააკეთე არჩევანი, რომ უნდა გახდე დედა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს თანამდებობა ძალიან საპატიოა, მაგრამ ძალიან რთული. მთელი ცხოვრების მანძილზე. სხვა შორის მეოცე მეუბნებოდნენ ხოლმე, რომ ერთი სული მქონდა, რომ გაზრდილიყვნენ და კარის მეზობელი ყოველთვის მეუბნებოდა, რომ ოხ იზრდებიან და პრობლემების მატულობს და აიღა ცხოვრება. გადის მოხდები, რომ დედის ასე იგი ნერვიულობა ფიქრით არ იკლებს თუ არ იმატებს და აქედან გამომდინარე საკმაოდ რთულია ეს ასე ვთქვათ თანამდებობას ვეძახი ხოლმე. დედობა არის ძალიან რთული და ძალიან საპატიოდ შესასრულებელი და ღირსეული. ეს მინდა აღნიშნო, რომ ჩემი მეუღლე დედის ერთად და ყოველთვის დიდი სურვილი ჰქონდა, რომ სულ ამბობდა, რომ 5 შვილი უნდა მყავდეს და მე ხა ამაზე ცოტა მეცინებოდა. მისგან იმხელა ბედნიერებას ვხედავდი და მხარდაჭერას, რომ ოღონდ გამეჩინა და ისეთი გახარებული იყო, რომ ეს უფრო ძალას მაძლევდა. ეხლა მინდა გკითხოთ, აი დაირღვა თუ არა თქვენი პირადი კომფორტი. მე ვამბობ, რომ რთულია ეს თანამდებობა, მაგრამ ქალები როგორც წესი ახერხებენ ხოლმე რომ აი თავის პირად კომფორტს, ეს იქნება განათლება, სამსახური, განვითარება, სპორტი, თქვათ დასვენება და ასე შემდეგ, აი მეგობრებთან ურთიერთობა, კომუნიკაცია, რაც დედა სჭირდება რომ ამოისუნთქოს, იმიტომ რომ მარტო რუტინაში რთულია. აი ამას როგორ ახერხებთ? ჩემ შემთხვევაში პირიქით უფრო აქტიური გამხადეს ჩემმა შვილებმა, რაც უფრო მეტს ვაჩენდი, უფრო მეტი ენერგია მომდიოდა. აი რაც გაკისრებს ის რომ იტვირთო მსუბუქად და ლამაზად იმის ძალასაც გაძლევს. 30-ის ვიყავი, რომ ჩავაბარე მაგისტრატურაზე. შვილები გქონდა? ჯავახიშვილში, კი, მაგ დროს მე-4 გავაჩინე. რა ჩავაბარე? 4 კი, დღეს ახლა ჩემ გოგოსთან ერთად ვცეკვა. ამას იცი როგორი ხელშეწყობა აქვს დედამთილისგან? აი მან ზუსტად მან მივდიოდი ახლა. დიახ, ხო, იმიტომ რომ ზუსტად მან მივდიოდი, ჩემ იმიტომ არ დაირღვა, რომ ძალიან მეხმარებიან და მეს მინდა რომ აღვნიშნო, განსაკუთრებულად მეხმარება ჩემი დედამთილი მაია დოლიძე, რომელიც არა მარტო ბავშვებზე რომ კარგად გამოვიყურებოდე, ამაზე ძალიან ზრუნავს ის. და სადაც არ უნდა მიხდეს ალს ფეხს დადგო, გვხვდება რაღაც მისი სიკეთე ნაკეთობისად. ყველანაირად ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ასეთი თავდადებისთვის, რასაც ჩემი ოჯახისთვის, ჩემი შვილებისთვის აკეთებს. ძალიან მეხმარება ჩემი დედაც, რომელიც ის ზრუნავს. ეს ჩვეული ამბავია. ზრუნავს ბავშვებს, რომ შეაყვაროს ცხოველების სიყვარული, მიწასთან მუშაობა. ბედნიერება. ასევე უკვე 12 წელია ჩვენთან ცხოვრობს დამხმარე ქალბატონი, რომელიც ჩვენთან ერთად იზიარებს ჩვენს ჭირვარამს და მისი იმედით სულ მაქვს. ნებისმიერ დროს მე რომ მომიწიოს, მომინდეს სადმე გასვლა, გამოსვლა, მე ყოველთვის ეს ხელშეწყობა მათგან ღმერთს ძალიან აქტიურს ყოველთვის ყველგან ვარ და ვამბობდი რომ ჩემ შვილთან ერთად ქართულ ცეკვაზეც დავდივარ. გადარჩიასთან ცეკვავთ.
ძალიან კარგია. ჩემს კერძო ბიზნესაც მაქვს და რომელსაც წარმატებით ყოველთვის უძღვები. მეგობრებთან ყოველთვის აქტიურად ვარ. სახლშიც და დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო ცხოვრება გაქვს, მინდა გითხრა და ძალიან საპატიო. დიდი ბედნიერება ეს მინდა გითხრა. აი რომ გადავხედავ, ხომ რომ მიფიქრია, რომ აი უკვე 37 წლის ვარ და ცოტა ასაკში ხო შეგვშინებია რაღაც. ხანდახან ქალებს გვეშინია ციფრების და მე რო შევხედავ აი ამ ბავშვების რა მე მიფიქრია რომ აი შვილი როცა 16 წლის ყავს უკვე. კი, რო გიფიქრია რომ იქნებ რაღაც ვერ გააკეთე, ან რამე ოცნება ვერ აიხდენ რაღაც გინდოდა უფრო კარიერულად და ვერ გააკეთე, მაგრამ მე ამასაც რო შეხედავ რაც ეს შექმენი და გააკეთე, მე ხვდები რომ ამაზე კარგი თუნდაც მარტო ამადგინდა ცხოვრება, და თუ კიდე რამე ზევიდან გააკეთე ბონუსად და უცხო ადამიანებისგან ძალიან დიდ მუხტს ვიღებ, რომ გებულობენ, რომ ხუთი შვილი მყავს, თან ისეთი სუფთები არიან და მართლები, რომ იმ ხაი გლოცავენ და ეს კიდე ამ ხელა ზღვა სიყვარული მართლა ძალიან დიდ ენერგიას მაძლევს და ძალიან მადლიერი ვარ ღმერთის ყველაფრის. მადლობა სამთლად ყველაფრისთვის. ლიზა, შენ გიბრუნდები ახლა, როგორ ფიქრობ შენ? აპირებ კიდე შვილის გაჩენას? იცით რა, კი, რატომაც არა. აი შენი კარიერული ზრდისთვის იყო თუ არა თქვა ეს შეხება არანაირად არ მიხმარებიან. კი, ასევე მეხმარებიან ჩემი მშობლები, ჩემი მეუღლის მშობლები, ჩემი მეუღლე ჩვენ აი ჩემი პროფესია ზოგადად იმდენად ისეთი არის, რომ თქვა თეატრის მხატვარი ვარ და შესაბამისად, როდესაც ასე თქვა რაიმე პროექტი გამომიჩნდება, როდესაც ვინმე სცალია, რა თქმა უნდა, ბავშვებს იტოვებენ, არ არის პრობლემა, მაგრამ თუ არ მყავს არავინ დამტოვებელი, არაერთხელ ყოფილა, რომ მე და ჩემი შვილები ელიაბაზეც ყოფილვართ ერთად, ბაზრობაზე ხელოსნებთანაც დამყავს თუ საჭიროა, თეატრშიც იმდენ თეატრში არის ნამყოფები უკვე და იმდენი სპექტაკლი აქვს ნანახი, რომ კულისებში იზრდებიან ესე თქვა. კულისებში კი ბატონო, არაერთ რეპეტიციაზე დასწრებულები ორივე და ისეთ რა არის მე თვითონ ალბათ არ მივეცი ამ ფაქტორს იმის საშუალება რომ რამენაირად ჩემთვის ხელი შეეშალა, იმიტომ რომ არ ვთვლი რომ რაიმე ტვირთია ბავშვი, რომ რამეს ვერ გააკეთებ ბავშვი თუ ყავს. თავარია მონდომება, თავარია მოხერხება, ყველაფრის მოხერხება არის შესაძლებელი. რამდენჯერ ყოფილა ხა ისეთი შემთხვევა რომ მართლა ფიზიკურად ვერავინ ვერ იტოვებდა ხოლმე და არაფერი პრობლემა ამაში არ ყოფილა. მოვიკიდებდი ორივე ბავშვს და დავდიოდი ამ ბავშვებთან ერთად სამსახურში და არც ხელი არ შემშლია და არაფერი არც არავისთვის ხელი არ შემიშლია. ალბათ თქვენ ორივე მიცით რომ ორსულობას ერთი ძალიან უმნიშვნელოვანესი, ასე ვთქვათ, თანდევი პროცესი ახლავს, ეს გახლავთ ორსულობის შემდგომი დეპრესია. ეხლა თქვენ ისეთ რამებს მიყვებით თქვენ ისეთი აქტიურად ხართ დაკავებული, მე მგონი ვერც გაიგეთ ესე გაიარეთ. აქ პირველზე მქონდა. იცით რა არის? აი ვერ ვიტყვი ხა რომ ორივეზე არ მქონია თქო რაღაც დოზით ვთვლი რომ მქონდა, მაგრამ არ იყო ეს ისეთი რაღაცა რომ აი ძალიან ხო არ გამამახვილა ყურადღება და არ მივეცი საშუალება იმ ფიქრებს რომ ძალიან წავეღე, იმიტომ რომ თუ რა თქმა უნდა ხა დაჭდები და ცოტა თავი შეგეცოდება, მე უკვე ძალიან შორს წავალდა. თქვენ ორივე ხა მეყვებით რომ ძალიან აქტიურები იყავით ამ მშობიარობის შემდეგ და აი ალბათ ვინც ვერ მოძრაობს და გარეთ არ უშვებენ, ჩაკეტილები არიან, რაღაცა აი რაღაც ვერ აწყობენ აი თავის შეთავსებას თქო შვილის და თავისი აქტიური ცხოვრების, ალბათ იქ უფრო მეტად იქნება შემოწმებული. ყოველდღიურ რუტინაში ხარ ჩართული და იმის იქ წრე არ უნდა დარბა თავის ეკლესიაშიც, დაბადების დღეებზეც დასასვენებლადაც ყველაფერს ზოგ რაღაცაზე თვალი უნდა დახუჭოს, ყოველთვის ესე დავარცხნილ დასუფთავებულ დავალებაზე ვერ იქნება, ყოველთვის რაღაცის ხარჯზე ხდება და ეს არ უნდა მოხდეს შენი სულ ამ რუტინულ საქმეში ჩართვის ხარჯზე, თორე შემდეგ მე ესეთი ადამიანი მე გამოუსადეგარი ხდები შვილებისთვისაც და ამიტომ რომ შვილებს დიდხანს ვედგეთ, ასე ვთქვა, ძლიერ კედლად, ჩვენ თავსაც უნდა დაუთმოთ დრო. რა თქმა უნდა. ხო, ეს დასაკვირველი ამაში მეუღლემაც ხელში შეგეწევს, კეტავს თოლს სახში და გარეთ არა კეტებს, ამიტომ კი, არა, როცა შენ სურვილს ზომიერების ფარგლებში ამას გააკეთებ, დედამიწაზე ვერავინ ვერაფერს ვერ შეგიძლია, თორსა სწორად აკეთებ ყველაფერს. უნდა კონდეს აუცილებლად ადამიანმა არასოდეს არ უნდა შეზღუდო, ეს არ ნიშნავს იმას, რომ გააჩინე შვილები და აბსოლუტურად ყველაფერზე თქვა არა,
არ უნდა თქვა შენ თავზე, არა, რა თქმა უნდა. დედშვილებსაც ძალიან უხარიათ. ეხლა სოციუმზე მინდა კითხოთ, ეხლა ორი ბავშვსაც გადავბრუნდები, მაგრამ 5 ბავშვი თვითონ სოციუმი, აი თქვენ 16, 11, 9, 7 და 5 წლის და 8 თვის გყავთ ხო პატარა. აი რა ხდება აი ამ სოციუმში? უვლიან ერთმანეთს, უხარიათ რო ჩდება კიდე ერთი ბავშვი, თუ აი როგორია სოციუმი თქვენთან? ნუ ეგ ცნობილი ფაქტია, რომ რავალშვილიან ოჯახში აღზრდილი ბავშვები ძალიან კონტაქტურები არიან და თბილები, იციან ერთმანეთის გატანა. ძალიან ჩემმა მეოთხე მაგალითად რო ხედავდა რომ ესენი ყველაფერს თვითონ აკეთებდნენ უკვე პატარა რო იყო პირველი სიტყვა დედა არ თქვა თვითონ მე თვითონ პულტი თუ ეჭირა და მოდი ჩაგირთო თვითონ ისეთი დამოუკიდებელი არა ყოველი მომდენ უფრო სწრაფად ვითარდება უფრო სწრაფად ვითარდება უფრო სწრაფად და ერთმანეთზე ძალიან ზრუნავენ ყველა ეხა ზრუნავს მეხუთეზე პატარაზე აი რა ვიტყვი რომ რაღაც მესაჭიროება ანუ ეს პამპერსის მოტანა თუ კრემია თუ ნებისმიერი რა მაღაზიაში უკვე მეგზავნებია, როცა მარიამს რამე ჭირდება ყველა და თუ ერთმა მეორე წააქცია, მაგრამ ხშირად ჭიდაობენ და ჩხუბობენ. ხანდახან ეს კევს გაყოფენ 4-ად და 5-ად, ხანდახან არაფერი არ ყოფნით და ყველაფერზე ჩხუბობენ სულ. ჩოვლებრივი ამბავი, ეხა ბავშვებისგან ხო არ ვთქვათ. და უყვართ ძალიან სტუმარი. რომ ჩემ მაყურებელს არ უთხრა, რომ ეხა მე ვისმენ და ვტკბები და მე მინდა ვუსურო თითოეულ ქართველ ოჯახს, რომ ეს გადაჭიმა რაღაც ეთქვი საწინდარი გახდეს, რომ კიდევ ერთი მოგინდეთ, იმიტომ რომ ეს არის ბედნიერება, ამას დიდი ბედნიერება არ არსებობს და არ არსებობს არგუმენტი, რომელიც იტყვის, რომ მე იმის გამო, აი ბატონო, დედები ყველაფერს აკეთებენ, ვითარდებიან, ბედნიერად ცხოვრობენ და ყავთ არაჩვეულებრივი შვილები. შენთან როგორი სოციუმია ზრუნავენ ერთმანეთზე და ცოტა ეჭვიანობენ. ორი როცა სხვათა შორის ეჭვიანობენ უფრო და აი როცა იმატებს რაოდენობა. ჩემს პირველ შვილს იმდენად რაღაცნაირად მივაწოდეთ ეს მე და ჩემო მეუღლემ და რომ აი შენთვის უნდა გავაჩინოთ პატარა ლამაზი პრინცესა და რომ მოვუყვანეთ სახლში სპეციალურად საჩუქარიც ვიყიდეთ რომ ვითომ იმან მიართვა და რაღაცა ისე ვაწუდიდით ამ ყველაფერს რომ ეს არ შევუქმნით აი კონკურენციის ეს ასე ვთქვათ საბაბი და იმ თავიდან ძალიან კარგად და მშვენივრად და გადასარევად მიიღო. ეხლა უკვე რო წამოიძახდნენ კი რაღაცები რა თქმა უნდა არის რომ ერთი პასტა შეიძლება დაინახოს და ორივეს მივცეთ, მაგრამ აი ეს ერთი უნდათ და შეიძლება იმაზე იკინკლავენ, მაგრამ გიждდებიან ერთმანეთზე. აი არ არსებობს რომ იღვიძებენ პირველი არის რომ ერთმანეთს უნდა ჩაეხუტონ. მესამე ჭირდება სასწრაფოდ, იმიტომ რომ სოციუმს ჭირდება ახლა მესამე ადამიანი რომ ერთმანეთს არ იკამათოს. მე მგონი ძალიან ესეთი ამომწურავი და საინტერესო ინფორმაცია მომაწოდეთ და მე მინდა თქვენ კითხოთ ახლა აი რას ურჩევდით თქვენ თანატოლებს, აი თქვენ რას ურჩევდით ახალგაზრდა ჯერ ორსულებს და მე უკვე დედებს. რა არის თქვენი მესიჯი, რას დაუტოვებდით დღეს საქართველოს? თანატოლებს არა, უფრო აი თინეიჯერ გოგოებს ურჩევ, რომლებიც უკვე პოტენციური დედები არიან, რომ გააზრებულ ასაკში დააყენონ მათი დედობა. ეხლა აღარც არის ტენდენცია, რომ თქვათ ადრე არ ოჯახდებიან, მაგრამ გააზრებულ ასაკში, რომ თუნდაც ეს ნაკლებად კონდეთ დეპრესია და მზად იყვნენ იმისთვის, რომ გააჩენს ცოტა ხანს იქ ძუძუთ იყვება, დადგება რაღაც რომ ამისთვის ყველაფრისთვის მზად იყოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როცა ქალი ადრე აჩენს, მე მაგალითად პირველი შვილისთვის ვთვლი, რომ ჩემთვის ადრე იყო და არ ვიყავი ბავშვი, აი, კარგად კი ინსტინქტურად დედა უკვე მზად არის, მაგრამ რომ ვადარებ მეორეზე როგორ ვიყავი მესამეზე, ეს ახლა პრაქტიკაც არის ერთგვარი, მაგრამ ასაკსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. კი, მართალი ბრძანდებით შესაბამის ასაკში კონდეთ, თორემ მიყოლებული ახლა მეორე მესამე, მე მიყოლებით, მე სულ მივაყოლე, მაგრამ ეს უკვე დიდი სირთულე აღარ იყო, უკვე იმიტომ რომ უკვე ძლიერი ქალი ვიყავი, ასე ვთქვათ. ნაწილობრივ ჩემი შემდგარიც და ეს მე დაბრკოლებას ვიცოდი რომ არ შემიქმნიდა და რაც მე სურვილი მქონდა იმას მაინც განახორციელებდი. ოჩახ ძალიან დიდი მადლობა არაჩვეულებრივი რჩება. რიზაში რას ურჩევთ? რა თქმა უნდა ვეთანხმები ეკატერინეს ჯობია რა თქმა უნდა რომ გააზრებულ ასაკში მიიღონ ეს გადაწყვეტილება და იცოდნენ რომ ძალიან დიდ პასუხისმგებლობას იღებენ ადამიანის ცხოვრებაზე და ამაზე კარგად უნდა თვითონ, იმიტომ რომ ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა. და არა მარტო გაჩენის შემდეგ. არა გაჩენის შემდეგ, თავარი უკვე მერე რა მოყვება, რომ აი მერე რა საჭიროებები დგება ბავშვისთვის და ამ ყველაფერს რომ ჩვენ უნდა მართლა და ისეთ გავუძღვეთ მაგრად და მხნეთ და არაფერი ვფიქრობ რომ არაფერი არის შეუძლებელი ყველაფერი
ყველაფერია შესაძლებელი, მთავარია ეს იყოს აი ტვინიდან მოდიოდეს და ფსიქოლოგიურად აი იმდენად მყარად იყვნენ საკუთარ თავში, რომ არაფერი სანერვიულ არ არის, ყველაფერი ყოველთვის მოგვარდება, აი მაგაში და სულ მაგას ვიძახე, ყველაფერი მოგვარებადია ყოველთვის, მთავარია რა განწყობით ვიქნებით, მთავარია რომ მართლა პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ იმ საკითხს, რომ სხვის სიცოცხლეზე გვაქვს არ ვიცი, აი მთელი ის რა პასუხისმგებლო პასუხი გადაღებული და დანარჩენი რა ვიცი, პრინციპში ყველაფერია შესაძლებელი და ინფორმაცია უნდა მოიძიონ კარგად ექიმებთანაც კარგად უნდა გაიარონ კონსულტაციები და რა ვიცი, მეტი რა არ ვიცი, პრინციპში რა უნდა უსურო ყოველი მომდევნო ორსულობის წინ ერთადერთი რაც მე მინდა რომ აი ვურჩიო თქვენთან ერთად წყვილს არის ის რომ უნდა გაიარონ სამეცნიერო აუცილებლად, ეგ არის აუცილებელი რომ ორგანიზმი იყოს ჯანმრთელი და ჯანმრთელობა. ეგ არის აუცილებელი. ყოველი მომდევნო ჩასახვა არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე ის დამრჩენია, რომ თქვენ ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ. გისმენთ ახლა ორივეს და მინდა გითხრათ, რომ აი გააუცებული ვარ, იმიტომ რომ როცა ესეთი ოჯახები არსებობენ, იმ ქვეყანას გადარჩენ, არასოდეს არ უწევია გადაშენება და აი თქვენი მაგალითი მინდა რომ მიმბაძველი იყოს. მე მართლა გაუცებული ვარ, რომ ვუყურებ გარემოს, მგონია რომ რაღაცა არაჩვეულებრივი ახალგაზრდობა ყავს ნამდვილად. აი უსაყვარლესებიან მე თუ როდესმე სალექციო დარბაზებში ხვდები და ვუყურებ არიან არაჩვეულებრივი ანთებულებიც მინდა გითხრათ. აი უბრალოდ ხანდახან შეპოვება მავანმა ისარგებლოს აი ამ დიდი სიყვარულით და იმ იმპულსით რაც ახალგაზრდებში დევს, სწორად თუ არასწორად ამას მე ალბათ ისტორია გასჭის ამ ამბავს, მაგრამ აი მე მაინც ვისურვებდი, რომ აი თქვენი მსგავსი ოჯახები საქართველოში იყოს ძალიან ბევრი და პატრიარქმა ძალიან დიდი როლი შეიტანა ჩვენს გამრავალშვილიანებაში, იმიტომ რომ უკვე ჩემი ყოველი მესამე და შემდგომი შვილი უკვე ჩემი პატრიარქის პატრიარქის ნაცვლი უნდა გააჩინო, აბა რაც ერთი მამაშალოს ნაცვლია, ასევე ფოფოდიაც მყავს ნათლიად. დიდი მადლია მოკლედ. კიდევ მეგობარი მყავს ის 5 შვილის დედა და არაჩვეულებრივად გამოიყურება და ეს მხარ ვაჩენთ ბავშვებს და თან ასე ვთქვათ ტრენდსაც არ ჩამოვრჩებით. და არ მინდა ეხა რომელიმე ნათლია გამოვრჩეს, ყველა ძალიან მიყვარს და ყველა ჩემთვის საამაყოა. და ეს ეკლესია რო ცხოვრობ და გამის ახერხებ და ვცდილობ რომ ბავშვებიც მივიყვანო ზიარების პერიოდში. ისეთ რთულ პერიოდში ვცდილობ დავდივართ და სხვათა შორის ძალიან ჩემს შვილებს იმდენად უყვართ ეს პროცესი ეკლესიაში მისვლა და ზიარება და უყვართ იმიტომ რომ აჩვენებს ჩემი შვილი და რაღაცა იმდენად მიხარია რომ მე თვითონაც ნაკლებად დავდიოდი ხა ეკლესიაში არ მოვიტყუები, მაგრამ უკვე ჩემი შვილის ხათრით პირიქით ეს უფრო ამენთო და ძალიან მაგარია, იმიტომ რომ მართლა სტიმული მომცა ჩემმა შვილმა რომ ეს ვიღაცა ერთი გამოჩნდება ხოლმე, რომელიც დას ასწავლის და ამ შემთხვევაში თქვენთვის შვილები გამოჩნდნენ ისინი, აი მათი სიყვარული დრას არ გააკეთებ. ნამდვილად. ეს ყველაფერს გააკეთებ. და მინდა გითხრათ საოცარი სიახლე, რომელიც თქვენ ძალიან გაგეხარდებათ. ეხლა სახელმწიფო იწყებს ძალიან მნიშვნელოვან პროექტს ყოველ ახალ გაჩენილ ბავშვს, იმიტომ რომ სამცხოვრებო წინებზე უკან რეტროსპექტიულად ეს ვერ გავრცელდება, ჩვენ შევიმუშავოთ იაპონიის გამოცდილება და თითოეულ თქვენ ახალშობილს ექნება თავისი საკუთარი ჯანმრთელობის წიგნი, რომელიც თქვენ დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის წიგნი, სადაც ორსულობის პერიოდიდან მისი პირადი საკუთარი ასე ვთქვათ ანკეტა შედგება. და თქვენ გეცოდინებათ, აი როგორი ორსულობიდან დაიბადა ბავშვი, როგორი იყო ორსულობის მიმდინარე 9 თვე, როგორი მშობიარობა დადგა, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვის შემდგომი ვთქვათ კურნალობის, ჯანმრთელობის, სწორი მეთვალყურეობის პირობებში და ამავდროულად 0-5 წლამდე ჩაიწერება ყოველი ვიზიტი და მას ექნება თავისი ჯანმრთელობის წინ მთელი ცხოვრების მანძილზე, იქნება მასთან ერთად, ექნება ესე არაჩვეულებრივი წიგნში იქნება უამრავი ინფორმაცია, რაც თქვენ გაინტერესებს, ისე თქვენი შესაძლებლობებიც ექიმთან ერთად და იქნება ძალიან დიდი კომფორტი. ეს არის ჩათვალეთ, რომ ესეთი ახალი ერა იწყება საქართველოს სინამდვილეში და მე მინდა რომ თქვენი მომდევნო შვილები გაახვდნენ თავიანთი ორს დრო დაბადებამდელი ბავშვობიანად მოცული თავისი ანკეტის, იმიტომ რომ იქნება დაბადებამდელი ბავშვობა და შემდეგ დაბადების შემდგომი ბავშვობა. ეს ერთი მთლიანი წიგნი იქნება და იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. მე მინდა მადლობა გადაგიხადოთ. იმეც ვიტოვებ, რომ თქვენ ესე იგი მოუმატებთ შვილების რაოდენობას. აქაც შუმა არ იცის ახლა ჩვენ კიდევ ერთხელ შევხვდებით თუ არა აქ. შევხვდეთ როგორი სიტუაცია იქნება. მოინიშნე მე რამდენზე ვარ გაჩერებული? შენ გაჩერებული ხარ 5-ზე, წლის და 8 თვის გვყავს, უკვე დროა შეიძლება დაიწყო კიდეც მე 6-ზე, იმიტომ რომ კარგი შოუ 2 წლის და 8 თვის ბავშვები გყავთ, იცი და საოცარ დამთხევაა და
თქვენ უკვე თავისუფლად შეგიძლიათ იფიქროთ მომდევნოებზე, ესეც ხო თვითონ დიდი მნიშვნელობა აქვს და შეისვენოს ორგანიზმმა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე ვფიქრობ ჩვენ ტელემაყურებლებს მე გაჩვენებთ ორი არაჩვეულებრივი ქალბატონი ულამაზესი. ისე გამოიყურებიან, რომ შეიძლება მეკითხა რომ გასათხოვრები არიან და ხედავთ როგორი შემდგარი დედები და როგორ აზროვნებენ, უნდა გითხრათ. ხოლო შემიძლია გითხრათ მადლობა. მადლობა და საქართველოს კიდე მინდა ვუსურვო, რომ ბევრი ესეთი ოჯახები, რამე თუ ოჯახი არის სახელმწიფოში, პატარა სახელმწიფო და თუ ეს სახელმწიფოები ბევრი და ჯანმრთელი იქნება, სახელმწიფოც იქნება კარგი და ძლიერი. იქნება კარგი. მე ხა მინდა დავიმშვიდობო ჩემს ტელემაყურებლებს მხოლოდ ცოტაოდენი დროით, რადგან აი ასეთ ქალბატონებს, ასეთ ინფორმირებულებს, არაჩვეულებრივებს ვინც ვიმზადოთ, მე ხა ჩემი კოლეგები მინდა მოვიწვიო მეორე გადაცემის მეორე ნახევარში. გემშვიდობებით სულ ცოტა ხნით და დაგიბრუნდებით ძალიან მალე. ბრუნდებით სტუდიაში, ახლა უკვე ჩემ კოლეგებთან ერთად, მე მინდა მივეცალმო მათ. პირველი ახალ წელს გილოცავთ, ბრავალს გეგმიერად დაესწრეთ და 7 საქართველოში გვეცხოვროს. ეხლა მგონი ისეთი პერიოდია, მეტი არ შეიძლება ერთმანეთს უსურვოთ რამე, მაგრამ სიმშვიდეში მე ყველაფერი გვინდა ამავდროულად. მე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ, რომ ასეთ დროს მოახერხეთ და მე მეწვიეთ სტუდიაში, თქვენი გადადვირთული, ასე ვთქვათ, სამუშაო განრიგის მიუხედავად. პირველ რიგში მინდა მადლობა გადაგიხადოთ, იმიტომ რომ პირველ ნახევარში მყავდა ორი არაჩვეულებრივი ქალბატონი. ახალგაზრდა დედები, რომლებმაც ესეთი საოცარი ინფორმაცია მომაწოდეს და ესეთი მაყოფილები არიან, მინდა გითხრათ, ინფორმაციით, რომელსაც თქვენგან იღებენ. ეხლა მე მინდა რომ თქვენ მითხრათ, აი რა არის ხომ, ეხლა მე მყავდა იდეალური დედები, ზუსტად ამ ნიშნით შევარჩიეს ქალბატონები, იმშობიარეს ფიზიოლოგიურად, რაც ესეთი იშვიათობა არსებულ რეალობაში და ამავდროულად ყვებავენ ექსკლუზიურად 6 თვე ყავდა ძუძუსა და შემდეგ უკვე შერეულ ყვებაზე წლის და 8 თვის შვილები ყავდა აგზელებენ ძუძუთი ყვებას ეს ხარ საოცარი შემთხვევაა მინდა გითხრათ და აი უბრალოდ ამ ნიშნით ამოვარჩიე ეს ადამიანები იმიტომ რომ ეს არის აბსოლუტურად სწორი რჩევა და ქცევა და მინდა რომ რაღაც ერთგვარი მაგალითი გახდეს ახალგაზრდა დედებისთვის და აი მორსულებისთვის რომელსაც ჯერ კიდევ არ უმშობიარეთ რომ სწორი არჩევანი გააკეთონ ახლა თქვენ იცით რა დიდი პრობლემაა საკაისრო ყვეთ ანუ არ ვიცი ქვეყანას წალეკოელოდება ისეთი საშინელი მდგომარეობაა და ეს ხო შეიძლება აი თქვენ ახლა ორები საქმის ყურში ხართ რომ ეს იაპონიის პროგრამის ფარგლებში მე ვფიქრობ რომ ქალის ინფორმირებულება და სწორი არჩევანი ერთგვარად აი ჩვენი კოლეგების მომარჯვებულ ლანცეტებს შეაჩერებს ეს თიშთაბეჭდება მაქვს რომ როდესაც აი არ წარმომიდგენია რომ პირველი საკაისრო ყვეთა იყოს ასეთი მაღალი როგორც საქართველოსია რომ აბსოლუტურად ჯანმრთელ ქალს ახლა რობსონ პირველში 24% ქონდა ჩვენ რეგულაციით განსაზღვრული და მინდა გითხრათ რომ ლამის 30%-ს გერა და 40-მდე მიაღწია აი ეს აი აბსოლუტურად წარმოუდგენელი ყოველი მეორე ქალი პირველ მშობიარე თავი წინდებარეობით დროული არატყუპი ნაყოფი აი ასეთ ქალზე ისე წევ ლანცეტს და ისე აკეთებ ოპერაციას რომ აი არ უჯდები თუნდაც 3 საათი და არ ელაპარაკები რომ ეს არ უნდა გააკეთოს და რომ ეს არის ინვალიდობის თვალსაზრისით როცა საშვილოსნოს აი ამ უნიკალურ სამშრიან გონს ჭრი. აი ამიტომ ეს ქალები ჩემთვის ეს ქალბატონების ახალგაზრდა დედები იყო ჩემთვის არაჩვეულებრივი რესპონდენტები. თქვენთან მინდა გავიარო ესეთი საკითხი დღეს რაზე მინდა ჩვენ ვისაუბროთ რომ მათ ეს ინფორმაცია მოახერხეს და მიიღეს. ჩვენ ახლა გვაქვს მშობელთა სკოლები და აი მშობელთა სკოლებში სავალდებულოა ერთი ინფორმაცია იტრიალებს. აი თქვენ როდესაც ხვდებით თქვენ პაციენტებს, ახლა მე ვიცი თქვენ საუბრობთ ამ თემებზე და თქვენზე თუ ვინ და თქვენზე უკვე თამათ ვერავინ აუხსნის რა საჭიროებაა თქვათ ძუძუთი კვების ამ შემთხვევაში მინდა გითხრათ აი უკვე დაბადების შემდგომ პერიოდზე ველაპარაკოთ ჩვენ. პირველი შეკითხვა მინდა გითხოთ რადგან ჩვენ ძალიან რთულ სიტუაციაში ვიმყოფებით. ერთი რომ დემოგრაფიული სიტუაციაა ძალიან ასე ვთქვათ, რთული და დიდი გამოწვევა საქართველოსთვის და მეორე გახლავთ, ესე იგი, ძუძუთი კვების არც თუ ისე მაღალი მაჩვენებელი. მოდი დავიწყოთ პირველ რიგში იმით, რა განსხვავებაა ფიზიოლოგიური გზით მიღებულ ახალშობილსა და საკეისრო კვეთის გზით მიღებულ ახალშობილებს შორის. აი, თვითონ ბავშვის მდგომარეობაში თქვენ თუ ხედავთ ხოლმე, ესე იგი, განსხვავებას და შემდეგ აი თვითონ ქალბატონის მდგომარეობას. ახლა წარმოვიდგინეთ ნაკეისრალი დედა და ფიზიოლოგიურად ნამშრომლები დედა აბსოლუტურად ჯანმრთელი ქალი და ქალი პრობლემებით. თქვენ ეხებით სწორედ ორივე ნეონატოლოგი ბრძანდებით, ეხებით აი პირველ პერიოდს და აი მინდა თქვენგან დანახული ასე ვთქვათ ლოგინობის ხანის პერიოდი. საკეისრო კვეთის შემთხვევაში და ფიზიოლოგიაში. რომელი დაიწყოთ? ქალბატონიკა თქვენგან დავიწყოთ. კი ბატონო, სიამოვნებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის, გილოცავთ შობა ახალწელს და
მინდა გითხრათ, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ნაკეის რალია ბავშვი თუ დედა და არის თუ არა ფიზიოლოგიური მშობიარობიდან დაბადებული. სამწუხაროდ მე როგორც ვიცი, საკმაოდ მაღალია კატეგორიული მოთხოვნა და ეს ერთ-ერთი ჩვენება საკეისრო კვეთის ყველგან. ჩვენთვის არ არის, იმიტომ რომ არ ვაფინანსებთ. გასაგებია, მაგრამ კატეგორიული მოთხოვნით, დედის კატეგორიული მოთხოვნით კეთდება საკეისრო კვეთა და ქალის ინფორმირებულობა და ქალის დარწმუნება იმაში, რამდენად განსხვავებულია და რამდენად მნიშვნელოვანია ფიზიოლოგიური მშობიარობა და რამდენად განსხვავდება ახალშობილის მდგომარეობა, რომელიც დაიბადა ფიზიოლოგიური და ნაკეისრალი ბავშვის მდგომარეობისგან, რამდენად მეტი რისკები აქვს მას ტრანზიტორული ტახიპნეის, რამდენად უჭირს უფრო ადაპტაციური სირთულეების გავლა. ეს ქალმა აუცილებლად უნდა იცოდეს ორსულობის დროს, იმიტომ რომ როდესაც უკვე ვადა მოახლოებულია მშობიარობის, როცა მას გადაწყვეტილი აქვს კატეგორიულად, რომ არ უნდა მშობიარობა, არ უნდა რაიმე ტკივილის გავლა, რომელიც თავისუფლად შეიძლება თავიდან აიცილოს დღევანდელი პერიდურული გაუტკივარების მეთოდებით. ამ შემთხვევაში მისი დარწმუნება უკვე ვადასთან მიახლოებული ორსულის ძალიან რთულია. თუმცა კიდევ შესაძლებელია და როდესაც უკვე სამშობიაროდ მიდის და სამშობიარო სახლში უკვე გადაწყვეტილებით მიდის, რომ უნდა გაიკეთოს საკეისრო, მისი გადარწმუნება თითქმის შეუძლებელია. ამიტომ ადრეული ვადიდან უნდა მოხდეს მისი ინფორმირებულობა. ნელად დაგეთახმები, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ მიანი, რომელიც თავის პროფესიონალიზმში არის დარწმუნებული და ამავდროულად მას უნდა, რომ ეს ქალი წამოყვეს ფიზიოლოგიურ მშობიარობაზე, არანაირი პრობლემა არ აქვს. იმ შემთხვევაში უჭირს მიას გამართულად ამ კონსულტირების ჩატარება, თუ მას პროფესიონალიზმში ეშინია, ვაი თუ გართულდეს მე რა ვქნა. აი ეს რა დგას ყოველთვის ბალანსზე და ჩემთვის, აი როცა ვუყურებ ჩვენი კოლეგების აქციას, ზუსტად აი ამით ვზომავ, ვის რა პოტენციალი გააჩნია როგორც მეას. ან მეორე კიდე დგას საკითხი, რომ არაკეთილსინდისიერების ბოდიში მომითხოვია ჩემ კოლეგებთან, პირდაპირ კოლეგებთან, იმიტომ რომ როცა ადამიანს არა, თქვა რა ტვეტაკებით მე ვეტაკებ მიანებს და ეს ალტერნატივა ხდება, როცა მიანი იმისათვის, რომ პირადი კომფორტის გამო, იმიტომ რომ ძალიან სწრაფად გათავისუფლდეს პირადი კომფორტის გამო, მაგრამ სამწუხაროდ მიანებს ავიწყდებათ ერთი რამ, რომ პირადი კომფორტი აქ არ დგება, იმით რამე თუ ყოველგვარი გართულება მშობიარობის შემდგომი, საკეისრო კვეთის შემდგომი, ასე ვთქვათ, დგება ყოველთვის საკეისრო კვეთის შემდეგ. 80%-ში დედათა სიკვდილობა, გარდაცვლილი ქალების 80%-ში საკეისრო კვეთაა გაკეთებული. ყველაზე ხშირი რehosπიტალიზაცია საკეისრო კვეთის შემდეგ ხდება, ყველაზე ხშირი ინფექციური გართულება საკეისრო კვეთის შემდეგ ხდება და ექსტირპაცია, ანუ საშვილოსნოს ამოკვეთა, თქვენ იცით რომ გართულებაც ეს რთული და კარგავს ადამიანის რეპროდუქციის უნარს, საშვილოსნოს საკეისრო კვეთის შემდეგ ხდება. ეხლა შენ თუ ამ ადამიანს უხსნი გულწრფელად უყვები და სტატისტიკას ეუბნები და შენ გამოცდილებას პირას და ამ ნაწილში ადამიანი რომელიც მოვიდა შენთან რომელსაც თავისი შვილის და თავის სიცოცხლეს შენ განდობს მე წინ არ ვარ მასა ქვენ დარწმუნებული იმაში რომ კიდევ მეორე შეიძლება რაღაცა წინაკბილებით დაელაპარაკო ასე ვთქვათ გულზემოთ როცა შენ გენერატორ როგორ არის ჯარისკაცი რომელიც გენერლობას არ ფიქრობს ის ჯარისკაცი ყოველთვის აგებულია ხო მართალია თუ ომში გამარჯვებისთვის მიდიხართ მე როდესაც ვიწყებ ლაპარაკს ზუსტად ვიცი რომ ლაპარაკიდან გამარჯვებული და გამოვიდა ძალიან იშვიათად მქონია ეგეთ შემთხვევა რომ არ ყოფილა ხშირად აი აბორტისთან დაკავშირებით დიდი აბორტებზე მიგზავნიდნენ ხოლმე ოღონდ დრო და გული და მხარდაჭერა ამ ადამიანს მაქსიმალური ეხლა მეორე მე თქვენგან მაინტერესებს აი ეხლა ის რომ გადავაფიქრებთ თქვენ ეხლა ნეონატოლოგებს ეს საკითხი ნამდვილად ეხება პირდაპირ ჩემ კოლეგებს და მათთან მაქვს საქმე და რომ მეკრება მთელი ცხოვრებას არა არ დადგება ის პროცენტი რაც გვინდა მაგრამ მე მინდა თქვენგან რა განსხვავებას ხედავთ ახალბედა დედას ფიზიოლოგიური მშობიარობით და საკეისრო კვეთის შემდეგ მე დავიწყებ მაინც ახალშობილთან რა განსხვავებას ხედავ, იმიტომ რომ როდესაც ახალშობილი გადის ფიზიოლოგიურ გზას, მისი თავის ტვინი გამოყოფს ინტერლეიკინებს და ენდორფინებს, თვით გამაუტკივარებელ ნივთიერებებს, იმიტომ რომ ის ბევრად დიდ სტრესს გადის, ვიდრე თვითონ მშობიარე ქალი თავის უდიდესი ტკივილი მშობიარობისას, იმიტომ რომ ხდება თავის ქალასწულების კონფიგურირება, ერთმანეთზე გადაცურება, თავის მოცულობაში დაპატარავება, ზეწოლა, თავის ტვინზე რბილ ქსოვილზე და აი ეს
სტრესი თავს იმას რომ გამოიყოფა თვით გამოუტკივარებელი ნივთიერებები, რომელიც ეხმარება მას ამ სტრესის გადატანაში და რომელიც ეხმარება მას ადაპტაციური პერიოდის გადალახვაში, რომელიც არ გამოიყოფა საკეისროს დროს და რომლის გამოც, რა თქმა უნდა, რის გამოც მას ძალიან უჭერს ადაპტაციური პერიოდის გავლა. ეს არის სინათლესთან შეგუება, ხმაურთან, ხახუნთან, ბაქტერიებთან, ის არის სტერილურ გარემოში 9 თვე, ასევე ის იწყებს პირველ ჩასუნთქვას, რომელიც დიდკივილთან არის შეჭიდული, იმიტომ რომ მის ფილტვში ნარჩენი სითხეა, მან უნდა ასევე ნახევარწუთში დაიწყოს დამოუკიდებელი სუნთქვა, ნახევარსაათში ჰიპოგლიკემიის გამო აქტიურდება წოვის ინსტინქტი და თვითონ პოულობს ძუძუს და უნდა დაიწყოს ძუძუთიკოება და აი ამდენი სტრესი დედის განმოწყვეტილი ორგანიზმის დამოუკიდებლად არსებობა, ამდენი სტრესის გადალახვა მას ძალიან უჭერს თუ არა ეს ნივთიერებები და თუ არა მისი ფიზიოლოგიურად გავლილი სტრესი აუცილებლად გასავლელი გზა. საუცილებლად გასავლელი გზა, რომელიც ხახუნსაც და ყველაფერს ასე ვთქვათ ეტაპობრივად აგუებს. ასევე ნარჩენი სითხე, როდესაც ის გადის კომპრესიას, სპირალიზებურ მოძრაობას აკეთებს მშობიარობისას, თავის მოხრა გაშლას, მისი ფილტვის ორსულობის ბოლო პერიოდში ახალშობილი ასრულებს წოვით, ყლაპვით და სუნთქვით აქტივობას ინსტინქტის დონეზე, იმიტომ რომ დაბადებიდან მან ეს აქტივები უნდა განახორციელოს. რა თქმა უნდა, რითი სუნთქავს სამნიოტური სითხით და აქედან გამომდინარე მისი ფილტვი დაბადების მომენტისთვის სრულად სავსეა სანაყოფე სითხით. და როდესაც იწყება მშობიარობა, როდესაც ის გადის ფიზიოლოგიურ გზას, კომპრესია, სპირალისებური მოძრაობა, თავის მოხრა გაშლა ეხმარება მას ფილტვიდან ამ სითხის, ძალიან მცირე რაოდენობით რჩება სითხე. რაც არ ხდება საკეისროს დროს, ბუნებრივია, ის პირდაპირ ჭრილობიდან ამოდის ატმოსფეროს წნევის ქვეშ და რა თქმა უნდა, მისთვის პირველი ჩასუნთქვა და პირველი 48 საათი სანამ სრულად მოხდება გაწოვა ამ სითხის უფრო დიდ რისკებთან არის შეჭიდული, ტრანზიტორული ტახიპნეის ბევრად მაღალი მაჩვენებელი აქვს, აპარატზე მოხვედრის ბევრად დიდი რისკი აქვს, ამიტომ ბუნებრივია დედა, როცა ინფორმირებულია და იცის ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ეცდება რომ თავიდან აიცლოს საკეისრო კვეთა, თუმცა არის სტრესული გარემო, არის ფსიქოლოგიური პრობლემები ძალიან მაღალი ფონია, ასე ვთქვათ, სტრესების, ამიტომ ზოგჯერ აი იმდენად არ უნდა ქალს ოდნავი სტრესის გავლაც, რომ მათი გადარწმუნება საუკეთესო მიანების მიერ ნამდვილად მინახავს, როგორც ცდილობენ, როგორ თავდადებით იბრძვიან მართლა ნამდვილად. თუმცა მინდა გითხრა, რომ გინეკოლოგი, მაგრამ მაინც არის ბარიერი მათი ფსიქოლოგიური სტატუსის სადაც ყველაზე დაბალია საკეისრო კვეთის პროცენტი დღეს საქართველოში და ეს არის როგორ იბრძვიან. ყველა რეგულაცია შეასრულა თქვენმა კლინიკამ. ეს არის გაგუას კლინიკა მხედველობაში, არც ეს ჩვენ მქონდა ძალიან მკაცრი რეგულაციების საკეისრო კვეთებთან და სულ რამდენიმე დაწესებულებამ დააკმაყოფილა და ეს იყო გაგუას კლინიკა. აქედან მადლობა გაგუას კლინიკას ესე გამოხატულად, იმიტომ რომ ეს ნამდვილად ესე იგი დიდი ბედნიერებაა, როცა ახერხებ ესეთი მაღალი მშობიარობების რიცხვის დროს ყველა წესის დაცვას, ამ დროს ვფიქრობ, რომ ეს არის თქვარი მოქალაქეობრივი, ვთქვათ, შენ ზემდგომ თქვა დაწესებულების გადაწყვეტილების რეგულაციების შესრულება, ეს არის ძალიან დიდი კულტურის მაჩვენებელია და ნამდვილად მადლობა ეკუთვნის თქვენ კლინიკას. რასაკვირველია, გამონაკლისი შემთხვევები 100%-იანი არაფერი არ არის. იქნება ხა ისტერიული ხალი გულყნ თუ გეუბნება რომ არა გინდა თუ არა მე მინდა ასე თუთოში აკეთებ. კიდევ მეორე, ოღონდ ეს უნდა იყოს მისი ინფორმირებული არჩევანი. თუნდაც ის ახლა რაც თქვენ მოყევით, ეს არის იმდენი არგუმენტია ჩამოთვლილი უკვე თითზე, თუ შენ დედა, რომელმაც 9 თვე იორსულე, არც თუ მარტივია ეს პერიოდი, აი კი ფიზიოლოგია ჩვენ ხალხს უსვამთ ამას, მაგრამ კიდევ მეორე, ეს არის ორსულობის ფიზიოლოგია, რომელიც არ არის თავიდან ბოლომდე კომფორტი, შენ აი ამას უძლებ შენი შვილისთვის, რომ შენ გააჩინო ახალი ჯანმრთელი სიცოცხლე ბოლო მომენტში პირადი კომფორტისთვის, აი რაღაც რამდენიმე საათიანი მშობიარობისთვის ამბობ, ყველაზე მნიშვნელოვანი ბავშვის ჯანმრთელობისათვის უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებაზე უარს პირადი კომფორტის გამო. ეს არის ძალიან ცუდი დასაწყისი უკვე დაბადებული ბავშვის დედობის. ქალბატონ ვერიკო, ჩავერთვები ძალიან საინტერესოთი საუბრალიკამ ახლა ამ მნიშვნელოვან სირთულეებზე, რომელსაც ახალშობილი აწყდება საკეისრო კვეთით დაბადების შემდგომ. განსაკუთრებით გამოკვეთილია და განსაკუთრებით თვალში საჩსემია ეს სირთულეები, როდესაც არის ზუსტადაც არჩევითი საკეისრო. ანუ
დანიშნული საკეისრო, სურვილით საკეისრო. როდესაც სამშობიარო მოქმედება არ არის დაწყებული, მას აქვს გადაწყვეტილი რომ უნდა გაკეთდეს საკეისრო კვეთა 39 კვირაზე და ხშირად სამწუხაროდ უფრო ადრეც ხდება ჩანიშვნა. ძალიან არასასიამოვნო და აი როგორ ვთქვა, საოცარი პრაქტიკაც არსებობს საქართველოში ახლა დასამალი აღარ არის ლიკაც დამეთანხმება ალბათ ხშირად იციან ჩვენმა დედებმა რომელიმე თარიღის მისადაგება. ხო, ეს აი საოცარი თემა არის, რომ აი მაგალითად ნიკოლოზობას უნდა დაიბადოს, იცის რომ ვაჟი იბადება, უნდა რომ დაარქვას ნიკოლოზი. არ დაგიდებს ის 39 კვირის არის თუ არა და აი გინდა თუ არა იმ დღეს უნდა რომ ჩატარდეს საკეისრო კვეთა. ეს ერთი. და მეორე, აი რაც ეხლა რაზეც თქვენ საუბრობთ და რაზეც ლიკამი საუბრა, აი თქვენ რო ბრძანეთ რომ მეანთან ურთიერთობის დროს მე ვეთანხმები ლიკას ძალიან უჭირს მიანს უკვე, როდესაც მიანთან მივა, აი დროული უკვე 38 კვირა და მეტი და ის ითხოვს საკეისრო კვეთას, ამ დროს გადარწმუნება საკმაოდ რთულია ხოლმე. ანტენატალური ზედამხედველობის პერიოდში. აი როგორც კი პირველად აი 8 კვირიდან თუ უფრო ადრეც მიდის ორსული ქალი ქალთა კონსულტაციაში, როგორც ადრე ერქვა და დღესაც ასე ქვია ბევრ შემთხვევაში, ანუ სადაც ხდება უნდა მოხდეს მასზე ზედამხედველობა მთელი ორსულობის განმავლობაში, იქ გათვლილია და მისმა ექიმმა უნდა იმუშაოს ამაზე. ეს ზოგჯერ ქალის ესეთი არჩევანი მართლა მარტო პირადი კომფორტის გამო კი არ არის. მას აქვს ძალიან ძლიერი გადაულახავი შიში მშობიარობის და მშობიარობასთან დაკავშირებული აქტივობების, რასაც ვიცით რომ ტოკოფობია ქვია, ხო? მას აქვს აი მშობიარობის შიში, რომელსაც აი ამ პრობლემას ესაჭიროება მუშაობა მთელი ორსულობის განმავლობაში. მე თვითონ გამომიცდია ეს, როდესაც ვესაუბრები ორსულ ქალს მშობელთა სკოლის დროს და ოჯახმაც უნდა იმუშაოს ამაზე და დედამაც უნდა აუხსნას ეს, რომ ნელ-ნელა ორსულობის ვადის ზრდასთან ერთად ეს შიში თანდათანობით გაქრება. ესე იგი, სრულიად საწყის ეტაპზე ორსულობის, პირველად ორსულს უკვე წარმოუდგენია ის მშობიარობის პროცესი, ის ჭინთვები, ის თვითონ ან ტელევიზიით უნახავს, ან სხვებისგან გაუგია, ძალიან მოქმედებს, რას უყვება მას სხვა. თავისი ოჯახის წევრი, ახლობელი, მეგობარი, ასე ეტკინა, ასეთი საშინელება იყო. თუ მას ჩვენ ნაბიჯ, თუ მასთან იმეგობრებს ანტენატალური მეთვალყურეობის ექიმი, ანუ მისი გინეკოლოგი, ვისთანაც აღრიცხვაზეა, თუ ის გაენდობა მას და თუ ექიმიც გამოკითხავს, რომ აი როგორია მისი ემოციური ფონი, როგორია მისი ემოციები, როგორია მისი მოლოდინები მშობიარობასთან დაკავშირებით. თუ მას ჩვენ ავუხსნით, რომ იცი რა, დღეს ძალიან გეშინია, იმიტომ რომ დღეს შენი ნაყოფი აი პატარა ხორბლის მარცვლის ხელა, მაგრამ როდესაც ის უკვე ზრდას დაიწყებს, შენი ტვინის ქერქი მოგაწვდის ნელ-ნელა ისეთ ჰორმონებს, რომელიც მოგიხსნის ამ შიშს. ეს უნდა ჩვენ მას ავუხსნათ. და ასე მომზადებული ქალბატონები ღიმილით ამოდიან ხოლმე. აი ეხლა ლიფტიდან გამოსულ გოგონებს რო ვუყურებ, რომლებიც არიან კარგი ფსიქიკით, კარგად მომზადებულები, ღიმილით მოდიან. მათ ეტკინებათ მერე კი, როგორც არ უნდა ეს გაუტკივარება ხო პირველივე წუთიდან არ დგება, მაგასაც ხო თავისი დრო აქვს, რა დროს უნდა დადგეს, ხო? ღიმილით მოდიან. მათ უხარიათ, რომ თვითონ დაინახავენ, თვითონ შეეხებიან ამ ყველაფერს ნახავენ. პირველი ასეთ საჩუქარია ეს რა თქმა უნდა. პირველი საჩუქარია შენი შვილისთვის. რა თქმა უნდა. ხო და აი ამაზე ალბათ ქალთა კონსულტაციებმა და ანტენატალური მეთვალყურეობის ექიმებმაც უნდა თავიანთი ასე ვთქვათ თავიანთი წვლილი შეიტანონ და ნეონატოლოგებმაც მათ შორის. აი ჩვენთან ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ დაგიძახებს მიანი და გეტყვის. მოდი რა დაველაპარაკოთ, ავუხსნათ ერთად. არ ჭირს ამას, არ ჭირდება საკეისრო და იქ უკვე ყველანაირად ვცდილობ ავუხსნა, რომ იცი რა, შეიძლება მით უმეტეს აი ამ დათქმულ ვადაზე შეიძლება იმ სითხემ, რომელიც ფილტვის ალვეოლებში დარჩება, სუნთქვითი პრობლემები გამოიწვიოს. შეიძლება გამოიწვიოს ადაპტაციის სხვადასხვა პრობლემები. ხშირად გამოგვდის, მაგრამ არის რომ ვერ გამოგვდის და ასეთ დროს უკვე ნამდვილად რთულია მართლაც მიანს აიძულო, აი ესეთ რისკზე წასვლა, რომ
ასე კატეგორიულად მან შეიძლება სამშობიარო მოქმედების დადგომასთან ერთად ის თუ არ ახვა ამ პროცესს მშობიარე ლიკა დამეთანხმებით ქალბატონ ვერიკო თუ ის არ ახვა ამ პროცესს თუ მისი ქერქი მისი ტვინი მისი ემოცია ამისთვის მზად არ არის ჭირდება ერთი ამას ჭირდება და მეორე იმიტომ გვაქვს ჩვენ სამშობიარო ბლოკები ხა მე როცა მიმშობიარე ბლოკში იყო 5 ქალი ეხა ჩვენ ეხლა სრულიად სხვა ვითარება ხარდამჭერი ახლავს თან ხარდამჭერი ახლავს გვერდზე ადამიანები ბებია ქალი მუდმივად კომუნიკაციაში ნეონატოლოგები კომუნიკაციაში კი სულ ეხა მე ვერ წარმომიდგენია დედას რო უთხრა რომ შენი შვილი იბადება სავსე წყლით ფილტვის სავსეა წყლით და როდესაც ეუბნები რომ მოდი მივცეთ საუკეთესო სტარტი მოდი გავიგონოთ აი საუკეთესო ხმა რომელიც კი სამყაროში არსებობს და IQ-ზე არ უნდა შევეხო ხო ქალს ეუბნები რომ აი ბავშვი თუ შენ არ გეტკინება და გაიჭირები და საკეისროთი ამოიყვან თუ დედა არა საკურველია ხო ეუბნები რომ ფილტვის ალვეოლარი წყლით სავსე და სულ თქვა გაუჭირდება და აი ამ დროს თუ გეტყვის დედა რომ არა მეჩვენია რომ მე არ მეტკინოს და მაგრამ დაიბადოს წყლით ხო მაგრამ ეუბნები ხო დამშვიდებაც შეიძლება რომ იცი რა ესეთიც ყოფილა ხო მაგრამ ჩვენ ესეთი შესაძლებლობები გვაქვს რომ ამასაც მოვივლება ყოველთვის ვამბობ რომ ჩვენ ექიმები ვართ და ექიმებს აქვთ უნიკალური ინტუიცია და ერთგვარი ფსიქოლოგები ვართ ხო მე როდესაც კონსულტაციას ვატარებ მაგალითად კონსულტირებას ვატარებ ქალთან ზივართ ზუსტად ვიცი ველაპარაკები დედას თუ ველაპარაკები ქალს ამიტომ არგუმენტები ცალკე მაქვს როგორც ქალისთვის თქვა აი თქვა გარეგნობა მოწონს ფიგურის შენარჩუნება მკერდის რაღაცა ფორმა შეიცვალოს ასე შემდეგ როგორი გაგრძელდება მისი სხვა ურთიერთობა მეუღლესთან და ასე შემდეგ აი იქ მოგაქვს ხო მანდაც არა აქვს სწორი ინფორმაცია აბსოლუტურად ეს არის არც მკერდთან დაკავშირებით არც ინტიმურ ცხოვრებასთან დაკავშირებით აბსოლუტურად არ იციან რომ პირიქით არის მოიყვანეს რეალურად არ იცის ქალების უმრავლესობამ რომ შობიარობაა საჭირო იმისათვის რომ ქალი რეალურად გადაიქცეს ქალად რომ წყვილს შორის აი ეს ინტიმური ურთიერთობა გახდეს ნამდვილი და ის რაც უნდა იყოს რეალურად და არა ის რაც თქვა შეიძლება იყოს მშობიარობამდელ პერიოდში ეს ტკივილთან მიმართებაშიც დიახ იგივე ტკივილთან მიმართებაში საკეისრო კვეთა არ ნიშნავს რომ ქალი სრულიად დაზღვეულია და დაცულია ტკივილისგან პოსტოპერაციულ პერიოდში ქალების უმრავლესობას აწუხებთ ტკივილი მათ უხდება ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები რეაბილიტაცია რამდენი ხანი გრძელდება რეაბილიტაცია ბევრად ხანგრძლივია ვიდრე ფიზიოლოგიური ბავშვის ხელში აყვანა ბავშვის ლაქტაცია გვიანდება ერთი დღის ზონის დეფიციტი მეტი არა თქმა უნდა მეტად კლებულობს ახალშობილი დაგვიანებული ლაქტაციის გამო და უამრავი სხვა და როგორც არ უნდა ეცადოს პერსონალი რომ მიეხმაროს დააჭერინოს კარგად მას უჭირს ფიზიკურად თვითონ უნდა აი რა გვინდა რომ მესიჯები დააუტოვოთ პოსტოპერაციულ პერიოდში როგორი განსხვავება ფიზიოლოგიურ და არაფიზიოლოგიურ თქო და ესაკეს უკვე ეს პირველი დღეების განმავლობაში ძალიან ხელშესახები თვალშისაცემი განსხვავებაა და მე სამშობიარები საბედნიერო შემდეგ ხარ ფიზიოლოგიური ხალი ჩათვალე თუ იქ არა ორ საათში დგები და შეშულა 2 საათამდე რაც მნიშვნელოვანესია ხო თითბური ჯაჭვის დაცვა კანიკანთან კონტაქტი რათა მოხდეს სტერილური კანის დედის ბიოფლორით მოთესვა იმიტომ რომ დედის რძეშივე არის ანტისხეულები მისი პირობით პათოგენური ფლორის წინააღმდეგ და ბავშვი დაცულია კანის ინფექციისგან ნახევარსაათში იწყებს წოვით აქტივობას და თუ ნახევარსაათში არ იქნა კანიკანთან კონტაქტზე ნახევარსაათიდან 1 საათამდეა უმთავრესი წოვითი აქტივობა პირველ 24 საათში მე თითქმის სულ ძინავს თავისი თვითგამოუდგევარებელი ნივთიერებების გამო და აი იმ ნახევარსაათიდან 1 საათამდე ძალიან იშვიათად ხერხდება როცა ნაკეისრალ ქალთან კანიკანთან კონტაქტი საათ ნახევარი და ოქროს პერიოდს კარგავს ნუშება მამასთან მოთავსეს მაგრამ ძუძუს ხო ვერ მოწოს ზოგ შემთხვევაში უფრო მეტიც ოპერაციის ბოლომდე მაგრამ აი წოვითი აქტივობა ჭირს როდესაც ძუძუს წოვს ის ნახევარსაათიდან 1 საათ თუ იმ ნახევარსაათიდან 1 საათამდე არ მოწოვა ძუძუ იმ 24 საათში იმ აქტივობით აღარ მოწოს და ერთი დღით გვიანდება ლაქტაცია და ისედაც ნაკეისრელთან ერთი დღით ისედაც გვიანდება და თუ ვერ მოწოვა კიდევ უფრო გადაიწევს სადღაც 40-72 საათი მაინც გვინდა დიახ თუ გაქვს 48 საათის მერე ფიზიოლოგიურს მერე 72 და მეტი არის ნაკეისრელთან ასევე კანიკანთან კონტაქტი არ განხორციელებს და პირობით პათოგენური ფლორით არ მოიცემს ეხლა შეიძლება შეგვეკამათონ რომ კი საკეისრო კვეთის დროსაც ხორციელდება კანიკანთან კონტაქტი მაგრამ ეს ისეთი სრულფასოვანი არ არის რა თქმა უნდა უმეტეს შემთხვევაში მამები იღებენ ამას თავის თავზე
როგორც წესი, ჩვენ კლინიკაში მაგალითად ძმაის დედები დედასთან იწება ხო, და რაღაცა ეტაპზე მაგრამ როდესაც უნდა დასრულდეს ოპერაცია და მე მამაზე გადადის ახლა ნაოპერაციებ გაჭრილმაც რა ქვია თუნდაც ფანაშტილით იყოს ხო ამ შემთხვევაში მაინც ძნელი იქნება ოპერაციის პროცესში უნდა იწვეს და ეს ოპერაციის პროცესში უნდა იწვეს და შეიძლება კი შეიძლება მაგრამ ძუძუ მოწოვოს თანაც ახლა მოდი ვაღიაროთ თუ დიდი მასის ბავშვი იბადება აი წარმოიდგინე 4 და 500 თან აქ დაწვენილი ბავშვი ძუძუს ვერ აიღებს უწვენ მაგრამ ახლა მასაც გულმკერდის ექსკურსია ხო ეზღუდება გარკვეულწილად არა კი ესეც ხო ქალის კომფორტზეც ხო უნდა ვიფიქროთ არა მას ხელები ჰორიზონტალურ მდგომარეობაში აქვს დაფიქსირებული აქვს ერთ ხელზე მონიტორია მეორე ხელზე ასე ვთქვათ სამედიცინო სისტემა სითხეები მიეწოდება და ასე შემდეგ ამიტომ კი აი მაქსიმალურად არის პერსონალი მოწადინებული რომ ეს განხორციელდეს მაგრამ სად ფიზიოლოგიური მშობიარობის დროს როდესაც მეუღლეც იქვია როდესაც ორივე ერთად ეფერება ქალი თავისუფალია მოძრაობაში როგორც მოიხერხებს ისე ცდილობს იმიტომ რომ დღევანდელი საწოლები ძალიან კომფორტულია მშობიარობის შემდგომი და აი უკვე როგორც წესი პირველ ნახევარ საათში აი გამორიცხულია ბავშვმა არ დაიწყოს ძიება და თვითონ შესაძლებელია რომ კვეთის დროს ეს მარიკა მაგრამ აი ვერ გამოდის შვილის დაბადების სიხარულით ანუ ძის სიხარულით დაკარგავს ილაოს მსგავსავ ნებებსაო ხო ნებებია ხო როგორც მახსოვს ეგ არის ნამდვილად ესია შვილის ხმა რო გესმის დაწვენისთანავე ბავშვი შუაში წყვეტს სტერილს შუაში რო ჭირის აი ისეთ სწრაფად ჩუმდება რომ დედა გეუბნება რომ სახით ხო არ დამაწვინეთ რატო გაჩუმდა ესე რა მოხდა იმდენად დიდ კომფორტს განიცდის დედასთან კონტაქტი ფიზიოლოგიური მშობიარობის ხალხსაც მომენტალურად ავიწყდება თავის ეს საკაის რო კვეთის დროს ის ჩამოფარებული ბარიერიც გეფარება ძუძუსკენ ეს საყვარელი დედისთვის რატომ არის უსაფრთ ხო ყველამ ვიცით იმიტომ რომ როგორც კი ხდება კანიკანთან კონტაქტი და პირველი ჩაჭირდება ჩვენ ვიცით რატომ წევს ქალი საათნახევარი 2 საათი სამშობიარო ბლოკში იმიტომ რომ არის სისხლდენის ისეთი რაოდენობით ოქსიტოცინი გამოიყოფა ძუძუს წოვისას იმ ნახევარსაათიდან საათამდე რომ პრაქტიკულად ეს რისკი ნოლამდე დადის. ნორმალური ლაქტაცია შეკუმშვა ისეთი ტემპით იწყება და ზუსტად ის რაც აღელვებთ ხოლმე როგორი ფორმა ექნება შემდგომში და ასე ზუსტად ეგ არის მაგისი ერთ-ერთი ხელშემწყობი რომ არ კონდეს არ დარჩეს მშობიარობის შემდგომ ისეთი ფორმები როგორიც მას არ უნდა დროულად შეიკუმშოს საშუალოს ლაქტაციისას გონიათ რომ გასუქთებიან მაშინ როდესაც არის ვეუბნები რომ ლაქტაცია ეს არის ბუნებრივი ლიპოსაქცია. კი, ლიპოსაქცია ნამდვილად. იკეთებ ლიპოსაქციას თუ არ შეჭამ ძალიან კალორიულ საკვებს პირიქით გახდები იდეალურად და იმაზე უკეთეს ფორმაში ჩადგები ვიდრე პირველზე გავხდი და მეორეს იმიტომაც ეხლა უნდა გავხდები მე ესეთი ამბებიც ვიცი ხოლმე ხშირად და ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის რომ ოქსიტოცინის გამოყოფა და საშუალოსნოს აი ესეთი ბუნებრივი შეკუმშვას ვერასოდეს ვერ გააკეთებს გარედან შემოხვეული ბანდაჟი ან კამარი და ასე შემდეგ და თუნდაც გარედან შეყვანილი ეს რაოდენობით დიდი დოზით ოქსიტოცინით ხო, გამორიცხული ამბავია. კიდევ აი ფსიქოლოგიურ მომენტებზეც უნდა ითქვას, ქალბატონ ვერიკო ლიკაც დამეთანხმება. გარდა იმისა, რომ აი ეს ადაპტაციის პროცესში შეიძლება იყოს სირთულეები საკაისრო კვეთით დაბადებულ ბავშვთან განსხვავებით ფიზიოლოგიურად დაბადებული ბავშვებისაგან, მერე შემდგომში ნეიროგანვითარებაშიც ვხედავთ განსხვავებებს. იმიტომ რომ განსაკუთრებით იქ სადაც ტარდება დაგეგმილი საკეისრო, ანუ არჩევითი საკეისრო. ეს არ არის ჩვენი მონაგონი, ეს დათვლილია, ამაზე ძალიან ბევრმა მეცნიერმა იმუშავა. და ბავშვთა ფსიქომოტორული განვითარების შემსწავლელმა არაერთმა ჯგუფმა დადო კვლევები, რომ ის ბავშვები, რომლებიც ასე რო იტყვიან, დავუკაკუნეთ და პირდაპირ გავაღეთ კარი და ყოველგვარი მზაობის გარეშე ამოვიყვანეთ, მათ ძალიან ბევრი პრობლემა აქვთ შემდგომში, თუნდაც თავიანთ სოციუმში ადაპტაციის, თუნდაც ფსიქოლოგიური წინააღმდეგობის გადალახვის. წინააღმდეგობის გადალახვის, იმიტომ რომ მათ ის ბიომექანიზმი მოძრაობის და აი წინააღმდეგობის გადალახვის, რაც ფიზიოლოგიური მშობიარობის დროს ხდება, ეს არ გაიარეს. მეორეა კიდევ აი ცნობილია ძალიან რომ ეგრეთ წოდებული კი არა მდგომარეობის ბავშვები, რომლებსაც უჭირთ გადაწყვეტილების მიღება. ერთი და იგივე აი დახურულ კითხვაზე, რომელსაც სრულიად მარტივი პასუხი უნდა, კი თუ არა. აი მაგალითად რაღაცა უნდა. აი შევიდა მაღაზიაში, შეიყვანა დედამ. თითქოს უნდა და ნაყინი. ბოლო მომენტში აღარ უნდა. უნდა თუ არ უნდა. ანუ ჩამოყალიბებული გადაწყვეტილების მიღება რაღაც ეტაპამდე. რა თქმა უნდა, მე არ მინდა
რო იტყვიან სტიგმაში გადავიყვანო და ის დედები ვინც საკეისროპეთით ბავშვები გააჩინეს იმ ფოთვაში და ღელვაში ჩავაგდო რომ მათ არასრულფასოვანი შვილები ყავთ. მაგრამ ეს არის ფაქტი და ეს ვიცით. ეს არის ინფორმაცია წყალგაუვალი მტკიცებულების და სანამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, უნდა იცოდნენ სოციუმში ადაპტაცია. იგივე ხშირი ავადობა საკეისროპეთით ამოყვანილ ბავშვებში უფრო ხშირია ვიდრე ფიზიოლოგიურად ნამშობიარებში, იმიტომ რომ მათი იმუნური სისტემა როგორც ლიკამ არაჩვეულებრივად ისაუბრა, მშობიარობის პროცესში უკვე ემზადება. მოდი აქვე ვთქვათ, რომ ესე იგი უნივერსალური ამბავია ბიომა. რომელიც პირდაპირ განაპირობებს მიკრობიომა, რომელიც არის ესე იგი მიკრობიომის გარეშე არ შეიძლება თქვათ რომ ადამიანი არის ჯანმრთელი და სრულფასოვანი. ვერაფრით ვერ უსწრებ იმ მიკრობულ ფლორას, რომელიც ქალბატონ ვერიკო, როდესაც სტერილურია ნაწლავი და სტერილურია კანი, ჩვენ იცით რომ ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი მიკროფლორა ნაწლავში, კუჭ-ნაწლავში, კანზე და როდესაც უცხო ბაქტერია ხვდება იქ, რა თქმა უნდა, ეს ჩვენი პირობით პათოგენური ფლორა თრგუნავს და კარგი ბაქტერია იქნება ბჭყალებში თუ დაუშვათ არასასურველი ბაქტერია, ყველას თრგუნავს ეს ჩვენი პირობით პათოგენური ფლორა, მაგრამ როდესაც ახალშობილის, ახალდაბადებული ბავშვის კუჭ-ნაწლავი და კანი სტერილურია, იქ რაც კი ხდება პირველი, ის ვრცელდება და ვითარდება, ვიცით რას ისწრაფით და ითესება და პირველი ზუზუთი ჩააჭიდება კანთან კონტაქტისას ჩვენ ვიცით რომ დედის ხსენში კუბურ სანტიმეტრში არის 10-12 ხარისხში ლაქტობიფიდობაქტერიები მისი კუჭ-ნაწლავი პირველივე ჩაჭიდებისას იწყებს მოთესვას ისეთი ბაქტერიებით რომელიც მთელი სიცოცხლის მანძილზე უკვე მისი ნორმალურ ფლორას უზრუნველყოფს და ასევე კანთან კონტაქტით დაცულია 100%-ით კანის ინფექციისგან რომელიც შემავალი ჭიშკარია ახალშობილისთვის ღია ჭიშკარია კანი და დედის კანის ფლორა მას იცავს 100%-ით ინფექციისგან, იმიტომ რომ დედის ხსენში და რძეში არის მისი საწინააღმდეგო ანტისხეულები, ხო? კი ბატონო, აი ზუსტად ამაში საქმე რომ თქვენ იდეალურად ახსერა ახლა ლიკამ ფილტვის მდგომარეობა, თქვა აი მშობიარობის დროს, მაგრამ ამავდროულად იმ პერიოდში ზუსტად აი მშობიარობის დროს ინტენსიურად ყლაპავს ბავშვი, რაც ამნიატორს სითხეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის უკვე მიკრობიომას ამზადებს თავისი შემდგომი ცხოვრებისთვის. აი მიკრობიომა ეს არის უმნიშვნელოვანესი. დღეს უკვე ითვლება, რომ სიმსივნური პათოლოგიების ჩამოყალიბებაში პირველი პრობლემა არის მიკრობიომა, არის დღევანდელი სამედიცინო ფაქტიურად აბსოლუტურად ყველა არაგადამდები დაავადებებიდან მოყოლებული ყველა დაავადების ეტიოპათოგენეზში რაღაცა გარკვეულ როლს აკუთვნებენ და საკმაოდ დიდ მნიშვნელობას. თან ადგილის არის ვერერები. ნევროლოგიურ დაავადებებსაც კი, ალცჰეიმერის სინდრომსაც კი ამბობენ და არის კვლევები, რომ იქაც კი გარკვეული როლი აქვს მიკრობიომის სტრუქტურის დარღვევასთან. ხო, აი საინტერესო რა არის, იცით, თან ეს არის მიკრობიომა არის რა ასე გასაგები რო იყოს ჩვენი მაყურებლისათვის, ესე იგი რომ ეს არის ბაქტერიების და მიკრობების მილიარდობით რაღაც კოლონია, რომელშიც ვერერები, ვერცული, ის რაც უნდა დაყვეს ბუნებრივად, ჩვენ აი ამ უნიკალურ შესაძლებლობას უხსნი ადამიანს. ეხლა შეიძლება ვაშინოთ, მაგრამ ჩვენ ვუყვებით იმ ინფორმაციას, რაზეც მსოფლიო გამოცდილებაა და ყველა ეს საუკეთესო თქვათ სამეცნიერო გამოცემები წერენ და მტკიცებულების დაფუძნებული ინფორმაცია და მე მინდა რომ ჩვენმა მაყურებელმა იცოდეს და გაითვალისწინოს. მოდი ახლა ვილაპარაკოთ ძუძუთი კვების როლზე საერთოდ ადამიანის ჯანმრთელობის აი მთელი სიცოცხლის მანძილზე. ეს არ არის მარტო ეს ჩვენ უამრობს ლაპარაკობ და ალბათ უკვე გაიგეს რომ იმუნიტეტს იმუშავებს და ნაკლებად ავადობენ ბავშვები რომლებიც ძუძუთი კვებებიან, მაგრამ რას აკეთებს ძუძუთი კვება ადამიანის მთელი ცხოვრების მანძილზე? აი ეს სწორი საწყისი რას უკეთებს? აი თქვენ მაინც რას ეუბნებით ხოლმე დედებს, რომ აი რა მიგაჩნიათ ყველაზე მნიშვნელოვანი არგუმენტად, აი რაზე შეიძლება დედა გამოყვოთ ამ ნაწილში? ყველაზე მნიშვნელოვანი არგუმენტი ალბათ ის არის, რომ ეს არის არა მარტო უბრალოდ საკვები, არა მარტო სასარგებლო საკვები და უნიკალური და ყველანაირად მნიშვნელოვანი იმისთვის და დაუშვათ მომავალი ჯანმრთელობის წაწინდარი.
ეს იმ წუთას ვინაიდან ახალშობილები მსოფლიოში და ნუ ყველა ასაკთან შედარებით ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია და ჩვენ ვიცით ეს რას ნიშნავს, ნუ ანუ სიკვდილობა ყველაზე მაღალია მაყურებელმა რომ სწორად გაიგოს ეს მოწყვლადობა რას ნიშნავს? სიკვდილობაში მაყურებელმა იცის 2/3 იუპება ნეონატალურ პერიოდში, ანუ 27 დღის განმავლობაში. 2/3 ესე ნაწილდება. ეს არის სიცოცხლის ანუ წლის განმავლობაში 2/3 მოდის ნეონატალურზე. შემდეგ უკვე 5 წლის განმავლობაში, თქვათ, მოდის წლამდე და მერე ქვემოთ ნეონატალურზე. და ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია და აქედან გამომდინარე მათი ჯანმრთელობის დაცვა, მათი იმუნიტეტის უზრუნველყოფა, რომელიც თითქმის 100%-ით იცავს უკვე ვთქვით ნაწლავური კანის ინფექციებისგან, ვირუსებისგან. დედა, რომელიც აწოვებს ძუძუს ოჯახში, რო აქვთ ვირუსი, უმძიმესი, აი ქონია შემთხვევები ხორის გრიპის, იყო კოვიდის და სხვადასხვა შემთხვევები, ოჯახის ყველა წევრი იყო უმძიმესად თავად და ახალშობილს გადაქონდა უადვილესად, იმიტომ რომ იყო ძუძუთი კვებაზე. ეს კოვიდის დროს განსაკუთრებით გამოჩნდა და განსაკუთრებით დიდი კვლევები დაიდო და მეორე ბუმი დაიწყო თუ მეათე არ ვიცი ძუძუთი კვების, იმიტომ რომ ნახეს რამდენად უსაფრთხოდ იყო ამ დროს ახალშობილი. მშობელს, ოჯახის ყველა წევრს, პატარებს, მამას, დედას მაღალი სიცხე, რთულად მიმდინარე ავადობა და ახალშობილს უკვე დედისგან მისდის მზა ანტისხეულები, სანამ ის დაინფიცირდება, დედას უკვე დაწყებული აქვს გამომუშავება ანტისხეულების და როდესაც მასთან კლინიკის გამოხატვის დრო დგება, ის უკვე მზა იმუნიტეტით ხვდება, აი 100%-იანი აცრა ამ დაავადების წინააღმდეგ და პრაქტიკულად მიდის კლინიკის გარეშე, აი მსუბუქი დაუშვათ ჰიპერთერმიაც არ არის ხოლმე ეს უფებრილიტეტით და პატარა შეუძლება ცხურში სუნთქვის გაძნელებით, აი უპრობლემოდ გადააქვთ ახალშობილებს ესეთი მძიმე ვირუსებიც კი, ასე რომ ბაქტერიული ინფექციისგან, ვირუსული ინფექციისგან დაცულია და პრაქტიკულად ეს არის სიცოცხლის საკითხი, რომ ჩვენ დავიცვათ მისი სიცოცხლე, დავიცვათ 100%-ით და იმის თქმა მინდა რომ ერთსაც დავამთავრებ, ერთსაც ვიტყვი, ეს ძალიან მინდა რომ გავაჟღერო. მე ესეთ ძალიან საინტერესო ქვეყანაში ვიხავი up to date-ზე ნეონატოლოგებში და იქ იყო ესეთი არაჩვეულებრივი მოხსენება, როდესაც ინგლისში, ლონდონში და როდესაც თქვეს რომ ნეონატოლოგი ეს არ არის მარტო ექიმი, ერთადერთი პროფესია, როდესაც ის არის პაციენტის ადვოკატი. იმიტომ რომ დედას, მამას, ბებიას ნეონატოლოგზე მეტად უყვარს, რა თქმა უნდა, თავისი პირმშო ან შვილი, მაგრამ ნეონატოლოგმა ყველაზე კარგად იცის რა ჭირდება და დედის წინაშეც უნდა დაიცვას, მამის წინაშეც, ბების, სხვა ექიმები ადვოკატი ხარ და უნდა იბრძოლო მისი უფლებებისთვის, იმიტომ რომ შენ იცი მას რა სჭირდება და დედას უნდა ანუ გაგებინო და უნდა მოვალე ხარ, ვალდებული ხარ, რომ დედას გაგებინო რა სჭირდება ძალიან ხშირად მნიშვნელობას აიჭებ ამას. აი ეს ძუძუთი კვებაზე ასეთი მზაობა და სურვილი დედის. სულ ვეუბნები ასეთ ფრაზას, როდესაც ვატყობ, რომ იცი რა, აი ძალიან უგულოდ ხო რა ვიცი. ყოველთვის ვეუბნები, ჩემო კარგო, ეს თქვენი კეთილინება და თქვენი მოწყალება კი არ არის თქვენი შვილის მისამართით. ეს არის თქვენი ვალდებულება. ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი ვალი ჩვენი შვილების წინაშე, რომ გამოვყვებოთ ისინი ძუძუთი. იმიტომ რომ დედის რძე არის საუკეთესო ბავშვისთვის. ამავე დროს, აი ძალიან თანამედროვე განსწავლულ დედებს, რომლებსაც ძალიან ბევრი ინფორმაციასთან აქვთ წვდომა, იმასაც შევახსენებ ხოლმე, რომ ბავშვის უფლებათა კონვენცია გვეუბნება, რომ ბავშვს აქვს უფლება მიიღოს ყველაფერი საუკეთესო ცხოვრებაში დაბადების პირველივე წუთიდან, მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს სახელი, ამასაც ვეუბნები ხოლმე, რომ მარტო ძუძუზე არ ჰქონდეთ აქცენტი. ბავშვი არის პიროვნება, მას აქვს თავისი სახელი, მას აქვს თავისი მოთხოვნილებები და მას აქვს თავისი უფლებები. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უფლება არის ის, რომ ბავშვმა უნდა მიიღოს სიცოცხლის პირველივე წუთიდან მისთვის ყველაზე საუკეთესო. რა არის ეს მისთვის ყველაზე საუკეთესო? ძუძუთი კვება, დედასთან ახლოს ყოფნა, დედასთან მუდმივი ბმა და კავშირი, თუნდაც ფიზიკური, მასთან ერთად ყოფნა. თქვენ წარმოიდგინეთ, მუშაობს ხოლმე ეს მომენტი. კიდევ რაც მინდა რომ დავუმატო ეხლა ლიკას ნათქვამს იმუნიტეტთან დაკავშირებით, ანტისხეულებთან დაკავშირებით, დაცვასთან დაკავშირებით, ბავშვის სიცოცხლის
აი იმასაც კი წავწყდომი ვარ, რომ დედებს ზოგჯერ გააზრებული არ აქვთ ხელოვნური კვების შინაარსი. და მე მithქვამს, რომ ხალხო, ესე იგი, იცით, აღმომიჩენია, არ ვიცი ლიკა ახლა ეს როგორ გაჟღერდება ჩემგან და შენ თუ გქონია ეს შემთხვევა. ზოგი გაოგნებული მიყურებს, რომ ეს არის ძროხის რძე. და რას თვლიან, იცით, ზოგიერთები, რომ ეს აი არც კი ვიცი როგორ გამოვხატო. მათ არ წარმოუდგენიათ, რომ ეს არის ბავშვისთვის ბიოლოგიურად აბსოლუტურად უცხო პროდუქტი. და მე მithქვამს ხოლმე, რომ მეგობრებო, მე ძროხას და ძროხის რძეს ძალიან დიდ პატივს ავცემ. ის არის საუკეთესო, საუცხოო საკვები მისი ბიოლოგიური შთამომავლისთვის. და ყოველთვის მომყავს ძალიან ესეთი ხილული მაგალითი. აი წარმოვიდგინეთ, ძროხის ნაშობი, ნაშიერი, ბოჩოლა რომელიც 2 საათში ფეხზე დგება და 2 კვირაში დაბადების წონას იორმაგებს. აბა შევხედოთ ადამიანის შვილს, ახალშობილს, ბავშვს, რომელსაც ქვია ბავშვი. ისიც ძუძუმწოვარია, ესეც. რამდენი ხანი ჭირდება, რომ სიცოცხლის დაბადების შემდგომ დაბადების წონა გაიორმაგოს? დაახლოებით 4-5 ხან 6 თვემდეც. და ფეხზე დადგომა და პირველი ნაბიჯები მისმენენ. და ამას ყოველთვის ვეუბნები, რა განაპირობებს, ანუ რატომ ხდება ესე, რატომ არ გვინდა რომ ადამიანის ნაშობმა, ანუ ადამიანის შვილმა აბსოლუტურად სხვა სახეობამ ძუძუმწოვართა კლასში ვეუბნები ხოლმე ყველაზე მაღალ საფეხურზე მდგომმა. თუ კი ყველა სხვა ძუძუმწოვარი ახერხებს რომ გამოკვებოს თავისი შვილი, რძით, როგორ შეიძლება ადამიანს ეს არ გამოუვიდეს და ყოველთვის ვახსენებ რომ იმ ძროხის რძეში ძალიან ბევრია ის ნივთიერება, რაც უზრუნველყოფს რომ ძროხის შთამომავალმა 2 საათში ფეხზე დადგეს, 2 კვირაში წონა გაიორმაგოს, განსხვავებით ადამიანის ნაშობისაგან, ხო, ბავშვისაგან. შესაბამისად, იქ არის ძალიან ბევრი ცილა, ძალიან ბევრი კალციუმი, ძალიან ბევრი ფოსფორი, ძალიან ბევრი სხვადასხვა ნივთიერება, რაც უზრუნველყოფს მისი ნაშობისთვის აი ამ უნარებს. ადამიანის ნაშობს, ანუ ჩვენ სახეობას, ეს არ ასჭირდება. აქვე იმასაც ვუხსნი ხოლმე, რომ კი ბატონო, ყველა კვების მწარმოებელი, ხელოვნური კვების მწარმოებელი ცდილობს, რომ შეამციროს, მიუახლოვოს დედის რძეს. ვერც ერთმა ყველაზე ძლიერმა კომპანიამაც კი დედის რძის მატრიცა ვერ გაიმეორა. და იმასაც ვუხსნი ხოლმე, ამას ძალიან აქცევენ ყურადღებას. ინდივიდუალურია. ხო და ამასაც ვუხსნი ხოლმე. უნიკალური ის არის, რომ ბავშვის განვითარებასთან ერთად სხვადასხვა ეტაპზე მას აქვს სხვადასხვა მოთხოვნილება. ცილაზე დასაწყისში ძალიან ბევრი ჭირდება, მერე ნელ-ნელა ეს მცირდება ცხიმზეც, ნახშირ წყალზეც, იგივე ფოსფორზე, იგივე კალციუმზე, იგივე სხვადასხვა ამინომჟავაზე. და აი ეს არის ბუნების საოცრება, რომ ქალის რძე განიცდის შემადგენლობის, თავისი შემადგენლობით ევოლუციურ ცვლილებას, იმის მიხედვით თუ რა ესაჭიროება მის ბავშვს. თუ ავადობს, ანტის ხელობას აძლევს. დიახ, ეს უნიკალურია. აი იგივე ცილასში ამცირებს რაღაცა ვადაზე, რომ ზედმეტი ჭარბი წონა არ ვითარდება ძუძუთი კვებით და მზარდ ბავშვებზე. და ეს აი დავასრულო ერთი ეს შეუძლებელია ხელოვნური კვების შემთხვევაში, ხო? არის სულ რამდენიმე ტიპის ფორმულა, კი, იქ ფუნქციური დატვირთვებიც აქვს, რომ რაღაცაში რაღაცას ეხმარება, მაგრამ 0-დან 6 თვემდე, 6-დან 12 თვემდე. იქ არ შეიცვლება, დიახ, და სულ მაგას აი ეგ მინდა რომ ავუხსნა, რომ იქ რაც არის მოცემულობაში რეალურად ბავშვი 6 თვემდე სულ იმას მიიღებს და ძუძუთ რეალურად ბავშვს განსხვავებულად ჭირდება 2 კვირაში სხვა ჭირდება 3 თვეში სხვა ჭირდება 4 თვეში სხვა ჭირდება და ამის იდეალური წყარო არის დედის რძე. სწორედ ამიტომ ისიც ექსკლუზიური ძუძუთი კვება. აი ეს პერიოდი ზუსტად მაგასაც ვეუბნები ხოლმე. აი ვცდილობ შევახარბო რამდენად მარტივიც არის ძუძუთი კვება, რომელსაც არ ჭირდება მზადება, არ ჭირდება სპეციალური რაღაცა გარემოებები. სადაც ხარ შენ, იქ არის შენი შვილის კვება. მე აი მაინც მინდა, არ ვიცი ხა თქვენ როგორ დამეთანხმებით, სტატისტიკა არ ვიცი და ციფრები, მაგრამ მე ვიცი ის, რასაც ვუყურებ ჩემს ირგვლივ და ჩემ დაწესებულებაში. ძალიან კარგად აი თვითონ მშობელთა სკოლაში ჩატარებული საუბრები. მერე დედებიც ძალიან ბევრი ინფორმაციას ღებულობენ. იცით მე იმასაც კი ვეუბნები ხოლმე რომ ყველა კეთილშობილ მონარქების ოჯახებში, განსაკუთრებით ევროპაში, საიდანაც ჩვენ ახლა მივისწრაფით ძალიან და დიახაც ჩვენი ადგილი იქ არის. ყველა თითქმის ყველა
ოჯახის ტრადიციულად ძუძუთი კვებით იზრდება. და სულ იმას ვეუბნები, რომ იცით ეს აი ხელოვნური კვების პროცენტი ყველაზე მაღალი არის განვითარებად, ნაკლებ განვითარებულ ქვეყნებში. და რაც მეტია კულტურა და ინტელექტი და ბავშვზე ზრუნვის დონეც უფრო მაღალია, ხო მეთანხმებით? აი იმ ქვეყნებში ყველაზე ნაკლებია ძიძების ინსტიტუტი, ეხლა არ მინდა სხვა თემაზე გადავიდე და ყველაზე ნაკლებია ხელოვნური კვება. კი, და მე ის მიხარია, რომ რასაც მე ეხლა ჩემ დაწესებულებაში ვუყურებ, აშკარად მომატებულია ძუძუთი კვების პროცენტი. აი მე ხო მოდიან კიდევ და ამბულატორიულ მეთვალყურეობაზეც გვაქვს ჩვენ ამის საშუალება. აი ძალიან მახარებს ის რომ აი ამაყად გეუბნებიან. არავითარი ხელოვნური არ მიმიცია, სულ ძუძუთი კვებაზეა. ანუ ბევრმა რამე მიმუშავა, ჯერ ერთი საზოგადოება ვითარდება, ქალებმა თვითონ ირწმუნეს ის რომ ეს უკეთესია. მერე მუშაობს მშობელთა სკოლები და მუშაობს მაგალითები, გამოყენების სიმარტივეც და მოდი ისიც ვაღიაროთ სოციალური ქსელები და ისიც ვაღიაროთ ძალიან მაღალი ფასებია, ხო? ძალიან მაღალი ფასებიც არის და აი ამ ყველაფერმა ერთად, ზუსტად აი რაც ლიკამ ბრძანა რომ იმ ინფექციის და პანდემიის დროს ზუსტად ის ბავშვები ყველაზე ადვილად გამოდიოდნენ სიტუაციიდან, არა მხოლოდ კოვიდის დროს, იგივე აი ღორის გრიპის ეპიდემიის დროსაც პირდაპირ ისმოდა რომ აწოვეთ ძუძუ, არ შეწყვიტოთ ძუძუთი კვება. ეს ბავშვები ბევრად უფრო ადვილად გამოდიოდნენ მდგომარეობიდან, ვიდრე ის ბავშვები, რომლებიც ხელოვნურ კვებაზე იყვნენ და მე მგონია რომ ამ ყველაფერმა ნელ-ნელა იმუშავა. და რასაც მე ვუყურებ მე ნამდვილად არ ვიტყვი იმას, რომ ბავშვები არ არიან ხელოვნურ კვებაზე, მაგრამ რასაც მე ვუყურებ სურვილი იმისა, რომ აი ამაყობენ კიდევაც, იცი ამითი? ძუძუთი კვება. ხო, და ამას აი ისეთი ამაყად გეუბნებიან. გახდა ეს ჩათვალეთ, რომ ძალიან იმუშავა. მე ამას ვხედავ და არ შემიძლია რომ ეს არ თქვენი ხოლმე პრაქტიკა გქონდეს, ეგ ყველაფერი კარგად არის. და ძალიან კარგად მუშაობს კიდე ის ლაქტაციის მრჩეველის ინსტიტუტი, რომელიც დაემატა გარკვეულ კლინიკებს, ახლა ჩემ კლინიკაში მაგალითად აქამდე შაბათ-კვირას იყვნენ და ეხლა ისეა რომ შაბათსაც და კვირასაც ორ-ორი კონსულტანტი არსებობს და იცი რა აი ეხლა ვაღიაროთ ექიმს შეიძლება ყოველთვის არ ქონდეს იმდენი დრო რომ აი ესე საწოლთან დაუждდეს ისინი უსხედან საწოლთან აი იმ პოზიციებს რასაც ჩვენ სიტყვიერად ვეუბნებით ამას ძალიან კარგად აკეთებენ და აი ისეთი ბედნიერი მიდის 99% შემთხვევაში რომ ისწავლა გამომივიდა განსაკუთრებით პირველ მშობიარესთან მუშაობს ეს ძალიან კარგად და აი თავიდან რაღაცა ცოტა სკეპსისი იყო რომ აი რაღა უნდა გააკეთოს იმან ყველა ექტანი ამას აკეთებს ბებია ქალი ამაშია ჩართული მიანი ცალკე ელაპარაკება ნეონატოლოგი ცალკე თურმე ნუ იტყვი იმას კიდე სხვა როლი აქვს იმიტომ რომ ის უზის საწოლთან დიდხანს რისი დროც ეხა ვაღიაროთ არა აქ არც ექიმს არც ეთანს არა აქ ამდენი დრო სჭირდება 7 გზიდან ინფორმაცია და არა ხოლმე ერთიდან და ეს სამრავალი ამან ჩვენთან ძალიან ხელი შეუწყო იმას ეხა ჩემი კლინიკის მაგალითზე ჩაჩავას კლინიკის მაგალითზე ვამბობ რომ ამან იმუშავა ნამდვილად გულწრფელად გეუბნებით ამის დათვლაც შეიძლება დაბოლოს ამის მონიტორინგით შეიძლება რომ მივაწოდოთ ეს ინფორმაცია დედებს ხებმაც იცოდნენ რომ იმატა ძუძუთი კვების რაოდენობამ და იმატოს ჩვენ ქვეყანაში ჯანმრთელმა ახალშობილებმა დაეინებოს ღმერთმა და იყოს ასე ნამდვილად ღვთის შეწევნით და ნამდვილად გარდა იმისა რომ დედის რძეში არის ბუნებრივი ცილა, ის ამინომჟავები, რომელიც იდეალურად შეესაბამება ახალშობილი ასამაგებს თავის წონას დაახლოებით 1 წლის ბოლოს და მისი 2/3 გარედან მიღებული საკვების ხარჯზე მოდის და ასე ვთქვათ, თუ აქვს ჩავარდნა ამინომჟავებს არ იღებს იმას, რომელიც არ არის ძროხის წეში ნაწილი, ხო, მათი, რომელიც დედის ძეს აქვს, რა თქმა უნდა, ეს მის აგებულებაში, მის სტრუქტურაში ცხიმი, ცილა, ნახშირწყალი ყველა აბსოლუტურად სპეციფიურია დედის ძეში, მხოლოდ და მხოლოდ ელემენტარულ ნახშირწყალს, რომელიც ენერგეტიკული ღირებულება აქვს, ოლიგოსაქარიდები, დედის ძის შაქრები, შაქარს თუ მიიღებს, აბსოლუტურად სხვა რამეა. ფიფიდოფლორა ყალიბდება სხვანაირად, თუ არა აქვს ეს ელემენტარული ენერგეტიკული რესურსი, მაგრამ აღმოჩნდა რომ ესეც არაფერია გარდა იმისა რომ დედის ძეში არის ბიფიდობაქტერიები ფერმენტები რომელიც თვითონ ინელებს ძეს და რომელიც
ძუძუში არინელებს დედის წეს, იმიტომ რომ იქ არის pH ნეიტრალური გარემო, ყველაფერმაც თავისი გარემო სჭირდება გასააქტიურება და პირის ღრუში აქტიურდება ნახშირწყლების მომნელებელი ფერმენტები, იმიტომ რომ თუთე გარემოა კუჭში არის მჟავე გარემო და აქტიურდება ცილის მომნელებელი ფერმენტები. არის ბიფიდობაქტერიები, რომელთაც ითესება ნაწლავი და შეწოვაში და მონელებაში მონაწილეობს, მაგრამ გარდა ამისა აღმოჩნდა, რომ დედის რძეში არის ზრდის ფაქტორი და არის ინტელექტის ფაქტორი, რომელიც ვერაფრით ვერ იქნება ძროხის რძეში და ინტელექტის ფაქტორი და ასე რომ ეს სუბსტანცია ნახეს, რომ არსებობს აი ესეთი ფაქტორები, რომელიც ჩემთვისაც ისეთი ინფორმაცია იყო თავის დროზე, როდესაც გავიგე, ხო ძალიან უცნაური და რაღაც შეუცნობელი ჩვენთვის და ასე რომ ვერაფერი ვერ შეცვლის ამას, რა თქმა უნდა, ელემენტარულად ის ემოცია, როდესაც შენ შვილს ძუძუს აჭმევ და თვალებში გიყურებს და გეფერება და შენი სხეულიდან ყვება, ეს ემოციური ბმა შეუცვლელია და ვისაც უყვებია ბავშვი ძუძუთი ის მერე უჭირთ დანებების პროცესში დედისთვისაც უდიდესი სტრესია ხოლმე 1 წელიწად ნახევრის 2 წლის მერე როდესაც ანებებინებენ თავს და ეს ისეთი სტრესია ორივესთვის რომ დედაც ძალიან დიდი დეპრესიაში გადადიხარ სასაკონტროლო და იტოვებ მამის კვებას და გამოსულდა მაგასაც ხალხი მეძლა აცე გარდა დანებების და ისიც ფიზიოლოგიურად აუცილებლად უნდა მოხდეს რა თქმა უნდა მაგრამ ეს არის იმდენად დიდი ბმა ემოციური რომ აი ამასთან განშორება არასოდეს არ წდება ჩემი იცით რისით დამატება მინდა კიდე აი ლიკამ შაქარი რო ახსენა ეს არის ძალიან დედის რძის სიტყვო და როგორი ბრძენია ჩვენი ხალხი ზოგადად როგორი კარგი გამოთქმა შეგერგოს როგორც დედის რძეო კბილია როგორც დედის რძეო დედის რძის შაქარი არის უნიკალური ახლა სამედიცინო ტერმინებით აღარ გადავღლი ჩვენ მსმენელებს ნუ ოლიგოსაქარიდებია ეს არის რთული აგებულების შაქრები რომელიც განსხვავებით ყველა სხვა შაქრისაგან იმდენად ისეთი ტრანსფორმირებით და ისეთნაირად იშლება, რომ ჭარბწონიანობას, თუმცა არიან ხოლმე ძუძუთი კვებაზე მყოფი ბავშვები, გაფუშებულები, მაგრამ მათ მერე შემდგომში მეტაბოლური სინდრომის რისკი ნაკლები აქვთ, ჭარბწონის რისკი ნაკლები აქვთ, დიაბეტი ტიპი 2-ის რისკი ნაკლები აქვთ, გულსისხლთა სისტემის დაავადებების რისკი ნაკლები აქვთ, აი ერთი წინადადები, რა თქმა უნდა, ძუძუთი კვება, განსაკუთრებით ექსკლუზიური ძუძუთი კვება პირველი 6 თვის განმავლობაში ეს არის საწინდარი შემდგომში სიცოცხლის და ჯანმრთელობის ძალიან მაღალი ხარისხის და აი მარტივად რო ვთქვათ, არ ვიცი მარტივად როგორ, მაგრამ სამედიცინო ტერმინით არის ჯანმრთელობის პროგრამირების გარანტი. რა არის პროგრამირება? ანუ აი ამ პირველი 6 თვიდან შემდგომ გამოსავლებს 40, 45 50 და 60 წლის ასაკში მოსალოდნელი დაავადებების პრევენცია ხდება აი ამ პირველი 6 თვით. ამიტომ კიდევ და ასევე დებთან კედის სიმსივნის საშუალებას მინდა ხოლმე უთხრა რომ იცით რა ეს არის ჩვენი ძალიან უმნიშვნელოვანესი პრივილეგია ქალის რომელსაც შეუძლია რომ ეს მისცეს შვილს და აი მშობელთა სკოლაში აი ამ ემოციურ პლასტებზე ძალიან ვაკეთებ ხოლმე აქცენტს მე რომ ჩვენ სიტყვიერად მადლობას არავინ არ გვეტყვის არც არის ეს სამადლობელი ეს ხო ჩვენი მოვალეობაა და რა იქნება ჩვენი საზღაური ფიდბექი ასე ნაკლებად მოავადე ბავშვი ჩვენი საზღაური იქნება ის რომ ნაკლებად მოავადე ბავშვი სოციუმში ადვილად და ჯანსაღად ადაპტირებული მოსიყვარულე მშვიდი სამწუხაროდ დღევანდელ ეპოქაში ინტელექტუალურად განვითარებული მაღალი იმუნიტეტის მქონე სამწუხაროდ აი ისე ხშირია აი 2 წლის ასაკის ბავშვს უკვე ქცევის კორექცია ჭირდება 3 წლის ასაკის ბავშვს უკვე ესაჭიროება გარკვეული თერაპიები ესე იგი ფსიქონევროლოგიური განვითარების თვალსაზრისით ჩვენ რომ გადავხედოთ უმეტეს შემთხვევაში ეს ბავშვები არიან რომლებსაც საერთოდ ძუძუთი კვებაზე არ ყოფილან რომლებიც პირველივე დღიდან არ არიან დედებთან მჭიდრობმაში მე არავისი განაწყენება არ მინდა ვინმე გავანაწყენო მაგრამ ესეც უნდა ითქვას იგივე ძუძუთი კვებასთან ბმაში ხშირად გეუბნება დედა იცით მე სამსახურში უნდა გავიდე საბედნიეროდ დღესდღეობით
ნურავი უარყოფს ამას. თუ ქალს ამისი სურვილი აქვს, მას აქვს შესაძლებლობა, რომ შეუნარჩუნდეს ანაზღაურებაც, თუნდაც იმ კერძო სტრუქტურაში და 6 თვის განმავლობაში მაინც მოახერხოს ბავშვთან ყოფნა. თუ სახლში ყოფნას მუდმივად ვერ ახერხებს, არის გარკვეული კატეგორიების სამსახურება როგორ დაუტოვოს? არის საშუალება როგორ დაუტოვოს და სულ ვახსენებ. ქალბატონებო, კონსტიტუციის 42 მუხლი, რომლის მიხედვითაც ქალს აქვს უფლება ჰქონდეს 1 საათით უფრო ხანგრძლივი შესვენება, მოითხოვე და მოგეცემა, დააკაკუნე და გაგეღება. და მას აქვს უფლება, ან 1 საათით მეტი შუალედი ჰქონდეს და თვითონ წავიდეს. ან ადრე წამოვიდეს სამსახურში. მას აქვს უფლება ოჯახის წევრმა, მეუღლემ, ვინმე მიუყვანოს ბავშვი, მისთვის უნდა არსებობდეს აუცილებლად ოთახი და მე ვიცი რომ ეს არსებობს. ვინც ეს მოინდომა, მათ ამისი საშუალება ეძლევათ, რომ ძუძუთი კვება არ შეწყდეს, თუნდაც სამსახურის მიზეზით. ჩვენ ვართ პირველი ქვეყანა პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომელმაც მიიღო ძუძუთი კვების კანონი. და თავარია კანონქვემდებარი ათვლის მოგეხმარებიან ჩვენი კოლეგები და ჩვენ შევძლებთ ამის გაკეთებას აუცილებლად. ვიქნებით არ დავიზარებთ და ვიქნებით მუდმივი აგიტატორები ძუძუთი კვების ყველა რგოლზე და ყველა ეტაპზე, იმასაც სულ უნდა ხაზის გასმა, რომ ზოგჯერ ოჯახიც განაწყობს ძუძუთი კვების საწინააღმდეგოდ. როგორ იცით, იმას კი არ ეტყვიან, რომ ცუდია ძუძუთი კვება, ამას არც ერთი ოჯახი არ იტყვის. მაგრამ მუდმივად ესმის, თუნდაც ორსულობის დროსვე, ოჯახის წევრები, ბებიისგან, დედისგან, დეიდისგან, რატომღაც აქვთ შებრალების წინასწარი სიბრალულის განცდა მათი ქალიშვილის თუ რძლის მიმართ, რომელმაც ძუძუთი კვება უნდა დაიწყოს და სულ ასმენენ ყურში. ასე ვიყავენ, მეც არ მქონდა რძე, უიმე როგორ გამიჭირდა, მილიონ გართულებას მოუყვებიან და ეს უკვე ტვინის ქერქში ილექება ნეგატიურად. ნეგატიური კომენტარიც კი არ შეიძლება ცუდი თავი გაქვს, ყელი თავი გაქვს, ერთი კომენტარი. იმას უნდა ხაზის გასმა. რომ ეს არაა რომ ფილიყავს მშიერი მერე და თვითონ უკვე ისტრესება იქ ოჯახის წევრები თუ ამიტომ უნდა არგუმენტად მოყავს იცი დედა ჩემიც ესე იყო არავის არ ქონდა ჩვენ ოჯახში ეს ძალიან ხშირია ამ დედოფლობაში ამიტომ ვინც აქტიურად არის ჩაბმული ბავშვის მოვლაში გარდა დედის აუცილებლად მეუღლე დედის დედა ანუ სამუშაო ოჯახის წევრებთან ისინი უნდა დადიოდნენ ეს სავალდებულო საზღვარგარეთ და უნდა იყოს ჩვენთანაც ეს აუცილებლად მშობელთა სკოლაში როგორც წესი წვილები მოდიან. ჯერ ესეთი ეპიზოდი არ მქონია, რომ თქვა დედამთილი ან დედაც დასწრებოდეს. მაგრამ კონსულტაციების და ვიზიტების დროს, როდესაც მერე მოდიან და თქვა ახლავს დედა, განსაკუთრებით დედებს, დედის დედებს აქვთ ეს, ვაღიაროთ რა, ეხლა ეს შეიძლება ჩვენი გადაცემის ისეთი პირდაპირ თემა არ არის, მაგრამ ხილობს დაგარწმუნოს, იცით, არ ყოფნის, არადა მშვენიერი ნამატია. დედა არ არის ძალიან შეწუხებული, მაგრამ დედის დედაა შეწუხებული, რომ მისი შვილი ღამე ის ინფორმაცია აწოვებს, ხო და მე მინდა ყველას მოუწოდოთ, ძვირფასო ბებიებო. ეს პირიქით ჩვენი შვილების, ჩვენი ძლების და ჩვენი ოჯახის წევრების ბედნიერებაა, როდესაც მათ მიეცათ ეს შესაძლებლობა და მოხდა ეს სასწაული, რაც არის ბავშვის დაბადება, არის ლაქტაცია, ანუ არსებობს ძუძუთი კვების ეს საოცარი ფენომენი და პირიქით ყველან სულ გაღიმებულებმა ვუყუროთ ამ პროცესს და წავახალისოთ და ვიხაროთ და ვიბედნიეროთ ამ პროცესით და ძალიან ხელი შეუწყოთ ჩვენს მომავალ მინდა გითხრათ მე რომელიც მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ვისმენ ინფორმაციას და ხა ესე მოკლე დროში ესე კომპაქტურად ესე სრულფასოვნად მოვაწოდეთ მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ თქვენ არასოდეს ძალიან გამიჭირდება რომ ძუძუთი კვებაზე ვილაპარაკო და ჩვენ უსაყვარლეს ქეთინემსაძეს არ გადაუხადოთ ძალიან დიდი მადლობა იმიტომ რომ ის იყო პირველი მიალმე და შეწირული ამ საქმეზე და არ შეიძლება რომ მას და თქვენმა სასופველი დაუმკვიდროს ქეთი ძალიან საყვარელი ადამიანი ჩემთვის ძალიან საპატივცემულო და რამდენჯერზე ჩვენ ამ შევეხებით ყოველთვის მე მინდა რომ და ესეთი მფრინავი ფრაზებია ქალბატონი ქეთის ძუძუთი კვებასთან დაკავშირებით რომ ჩემპიონები და პრეზიდენტები არიან ის ბავშვები რომლებიც ძუძუთი კვების გაიზარდნენ სულ გვასწავლიდა ხოლმე თქვენ თუ ეტყვით რომ ძუძუთი კვებაზე მყოფი ბავშვი
ჩემპიონი იქნება, ლიდერი იქნება, რომ ძუძუთიკოება არის ლიდერობის საწინდარი. ფიზიოლოგიური მშობიარობა არის ლიდერის დაბადების დიდი შანსი. აი ეს გაუჟღერეთო. მე ეს არასოდეს არ დამავიწყდება. ხშირად ვიმეორებ ამას. და აი ვთვლი რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სამაგალითო და აი ისიც მე არ დამავიწყდება. დიახ, ძალიან კარგია რომ გავიხსენეთ მის გარეშე მოდის ეს ახალი წელი. მე გახთოვანებული ვარ ეხლა მინდა მიმართო რომ დედებს და დედის ყველაზე უახლოეს ადამიანებს ოჯახის წევრებს გაუწიეთ ადვოკატირება არა შვილებს არამედ შვილიშვილებს იგივე შვილებსაც მათი ჯანმრთელობისთვისაც ყინვალია კიდე უფრო საყვარლები მე მგონი არ ვიცი შვილიშვილი ვისაც ყავდა გამოსლება სამივეს გვაქვს ეს კიდე უფრო საყვარლის სუბიექტი მე არა ჯერჯერობით შვილიშვილის ველოდებით ჩვენ ნუ მოლოდინის რეჟიმში ვართ ასე ვთქვათ მე მინდა რომ ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ. კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალწელს, მინდა წარმატებული წელი გისურვოთ, როგორც თქვენ სრულიად საქართველოს. მე კი ჩემს ტელემაყურებელს მინდა შევახსენო, რომ დღეს მონარქს სტუმრობდა ორი არაჩვეულებრივი ჩემი კოლეგა, ნეონატოლოგები, მედიცინის აკადემიური დოქტორები, ქალბატონი მარიკა პეტრიაშვილი და ლიკა ოტიაშვილი. მე მინდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადაგიხადოთ. ვფიქრობ ძალიან საინტერესო გადაცემა გამოვიდა, იმიტომ რომ გაგაცანით უნიკალური ახალგაზრდა დედები, რომელთაც მე პირადად ძალიან აღფრთოვანებული ვარ და გაოცებულიც მინდა გითხრათ ერთგვარად. ჩემი კოლეგებს კი მოველოდი რომ ასეთები იქნებოდნენ და მოკლედ დროში ჩვენ შევეცადეთ მაქსიმალურად დიდი ინფორმაცია მოგაწოდებინათ. მე ვფიქრობ რომ პულსის ეთერში ეს გადაცემა ძალიან დიდ ხანს გამეორდება, იმიტომ რომ ნამდვილად დავტოვეთ ინფორმაცია, რომელიც ძალიან ჭირდება დღეს ჩვენ ქვეყანას. გემშვიდობებით საუკეთესო სურვილებით მომავალ შეხვედრამდე ტელეკომპანია პულსის ეთერში. ნახვამდის.